მოგესალმებით. ისევ ჩვენ ვართ Winspace-ი, საუბრობთ კვლავ გაყიდვებზე, ბიზნესსა და გამარჯვებაზე. შენ კიდე არ გამგიწერი ვართ? დღევანდელ პოდკასტსაც წერთ პეტრე იბერის 24 ნომერში Habitat Coverfix-ში. Winspace-ის სტუმარია ზიკერისა და ჯილი საქართველოს კომერციული დირექტორი გიორგი სტივი შექარაშვილი. გიორგი, მოდი ექსპერიმენტი ჩავატარო თუ წინამდები არ ახარ. მოდაროთ. მომყიდე საკუთარი თავი როგორც დამსაქმებელს. როგორც დამქირავებულ. ხო. კალამს ვერ გავყიდი ახლა. მაგისტრის არ მომზადებულ ვარ, მაგრამ რა ვიცი. მაგით ვარ. კითხვები დავიწყოთ და შევყვეთ რა, დავუყუროთ. როგორც დამსაქმებელი რა გაინტერესებს ჯერ ხო უნდა გავიცნოთ, ცოტა უნდა ისაუბრო, რომ მეც ვიცოდე შენთვის პრიორიტეტი რა იქნება. შვენიერი. ადამიანმა გაყიდვები იცის, უნდა დაიწყოს სწორად კითხვების დასმით, რომ დაადგინოს საჭიროება. ერთი დიდი წიჭა მაგზნახ თემაში. აი, არც მეპარებო დაიჭვი, რომ მაგდაკი წახვიდოდი. ოკეი. მაშინ ახლა გადავიდეთ და შევყოლოთ თემა და გავამართლოთ. ზოგადად დღეს ვინ არის გიორგი? არ გვაინტერესებს არანაირი ოჯახური მდგომარეობა, არ გვაინტერესებს შენი გვარი, არ გვაინტერესებს წარმომავლობა, არაფერი არ გვაინტერესებს. უბრალოდ დღეს აი როგორც გიორგი ვინ არის, ეს რომ წარმოვიდგინე. გიორგი არის ავტოსფეროში დასაქმებული ადამიანი, რომელიც რამოდენიმე ბრენდის ავტომობილის მიმართულებას, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობს, როგორც გაყიდვების, ასევე გაყიდვების შემდგომი სერვისის. და ასე ვთქვათ, კურირებს, თავის იდეებს ამბობს, ანხორციელებს, მის გუნდს უსმენს და მათ რჩევებზე, მის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, ახალნაბიჯებს დგავს ავტოსფეროში და რა თქმა უნდა ზრუნავს გაყიდვებზე, რაც ყველაზე მთავარია და კომპანიის მოგება ზარალზე და ასე შემდეგ, რაც ევალება ზოგადად ყველა გაყიდვების სფეროში მომუშავე ადამიანს და ჰედის, ასე ვთქვათ, როგორც ახლა ეძახიან ამას. კაი, მაშინ კიდე ცოტა ჩავშალოთ მაყურებელმა არ იცის დეტალურად რეალურად დღეს ხარ, მაშინ ეს არის. რა პოზიციაზე ხარ, რადგან დავიწყეთ ავტომობილებზე და გადავიდეთ საუბარი, რომ გამიმართოთ ხალხს და მე გავყვეთ კიდე. ოკეი, მე მუშაობ თეგეტა მოტორსის შვილობილ კომპანიაში, რომელიც არის შეფესა კავკასიის ავტომობილი, ზოგადად სახელით ესე ძალიან ცოტა იცნობს, თუმცა არის ძალიან დიდი კომპანია. რომლის ქვეშაც რამდენიმე საავტომობილო ბრენდი ერთიანდება. მე უშუალოდ ვარ ჯილისა და ზიკერის კომერციული დირექტორი. ვართ ოფიციალური დისტრიბუტორები და ასე ვთქვათ, დილერები საქართველოს მასშტაბით. და მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამ ავტომობილების, ამ ბრენდის ავტომობილების გაყიდვების უფლება საქართველოში. გაყიდვის უფლება და ასე ვთქვათ, სერვისის და გვაქვს შოურუმი. კი, ექსკლუზიურად ვართ წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. ვიყავით პირველი კომპანია, ვინც ჩინური ბრენდი, ასე ვთქვათ, საავტომობილო ბრენდი 2023 წელს უკვე შოურუმი ჰქონდა და ასე ვთქვათ, საქმიანობდა ჯილი საქართველო. ახლა უკვე ჯილი ცენტრი თეგეტა ქვია ჩვენს შოურუმს. და პირველი ოფიციალური დილერები ჩვენ ვიყავით ჩინური ბრენდები. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ჩინური მანქანის ხსენებაზე ყოველას რაღაც ძალიან ისეთი ცუდი რეაქციები ჰქონდა, თუმცა დღესდღეობით ალბათ თქვენს დამეთანხმებით ჩინური მანქანა აღარავის უკვე პირიქით, აი ეს ძალიან ცოტა დრო დარჩა, რომ სხვებს გაუტოლდეს და მე ალბათ გადაასწროს. ნახოთ რაღაც როგორ მეც დავამატებ დღეს თუ საქართველოში ფაქტიურად ჩინური ავტომობილები სადღაც შეიძლება იყოს 5-დან 10%-მდე მთლიან საქართველოში. მე მაგალითად, როგორც ასევე ავტოსფეროში, ასე ვთქვათ, მოღვაწე ადამიანს მგონია, რომ მაქსიმუმ 2 წელიწადი და შეიძლება 40-50%-ზეც კი ავიდეს, იმდენად მალე იყიდებს ფეხს რა. ეს ახალი კანონი, რაც ახლა ხანს მიიღო სახელმწიფომ. პირველ რიგში ჩინური ბრენდის ავტომობილებს მისცემს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ გასაგანს და ბუსტს, რომ და თუმცა სხვა ბრენდებსაც რა ევროპულსაც შეუძლია ვისაც უფრო ბიუჯეტური და კარგი მისაღები ისეთი ავტომობილი ეყოლება, ფასისა და ასე ვთქვათ, ახასიათებლების ესეთ კარგი სინთეზისაც ექნება, ის გაყიდვის ყველაზე მეტს რა. არის პროდუქტი შენს, აი ესე ვთქვათ, გაყიდვების კარიერაში, რომელიც გაყიდე და დღეს გწვენია.
მქონია ესეთი შეგრძნებები, რომ აი ისეთი პროდუქტი არასდროს არ მისწავლია და ანუ არც გამიყიდია, რაც ვიცი რომ ცუდია, ან რაღაცა მწვენია რაღაცის გამო და ანუ ესე ვერ მოვისვენებ რომ მომხმარებელს რაღაცა მივყიდო, ან რა თუნდაც ჩემი მაგაყიდების მენეჯერმა მიყიდოს და ვიცოდე რომ ამით რაღაცა ცუდი გავაკეთეთ, ან მრცხვენოდეს. ხა შეიძლება რაღაც ისეთი ფაქტი იყო, რაც ბოლომდე არ გვითქვამს ყველასთვის ხა არის რომ რაღაცა ისეც არ ამბობ, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დილს, ასე ვთქვათ რა და ჩააგდოს გაყიდვა, მაგრამ ამის ახლა სირცხვილის გრძნობა ამას არ მოყვება რა, თუმცა ზოგადად ძალიან ხშირია გაყიდვების სფეროში თუ ერთხელ აი ამ სირცხვილს დაძლევ და ასე ვთქვათ, ამ შუბლის ძაფს გაიწყვეტ, მე უკვე ძალიან დაუნდობელი გაყიდვების მენეჯერი ხდები და უკვე აღარც არავინ გენდობა და ზოგადად მაგის მომხრე არ ვარ. თან გააჩნია იმასაც რა კომპანია და საიდან ყიდი და ასე შემდეგ, თუმცა ძირითად შემთხვევაში ყველაზე მაგარი დამოუკიდებელი გაყიდვების მენეჯერები ვინც არიან, ყველა ეს ეშვება რა, აი თუნდაც ატელეფონო, თუნდაც აი თავის კომპანიაში როცა არ მუშაობს და აი მარტოა ასე ვთქვათ, მონადირე, გამორიცხულია სხვანაირად ალბათ ვერ გაყიდის რამე ისეთი რო არ გაყიდოს, რისიც შეიძლება უნდა ცხვენოდეს, მაგრამ ალბათ არ ცხვენია ჯამში რა, იმიტომ რომ ხშირად არის შეიძლება რაღაც გაყიდო და მე ტელეფონი გათიშო, აღარ უყასო ხო ადამიანს და ეგეთი რამე აი მიუღებელია, მაგრამ საკმაოდ ხშირია საქართველოში რა. თუმცა ჩვენთან ესეთი ფაქტი არ მოხდა. შენი respect. შენი ასე ვთქვათ, შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიზნობ, რომ სადაც ხარ გულისხმობ იმას, რომ დღევანდელობით, დღევანდელი გამოსახეთ გამოვიჩელოთ, ასე ვთქვათ, მოუხლი ხარ შენი დღევანდელი სამუშაო პოზიციითაც და კომპანიითაც. აი, უცებ ხვალ გირეკავენ. და კონკურენტში გთავაზობენ ორმაგ ხელფასს. აი რა სიზამთრე? გამორიცხულია. ანუ მეც მიფიქრე ამაზე. შეიძლება იყოს რაღაცა სტადია ეგეთი, რაღაცა 1-2 3 წლის შემდეგ, მაგრამ ნახე ისეთ პერიოდში ვართ, ისეთი სტადია, თუნდაც ასაკი თქვა, ხა არ ვართ ძალიან რაღაცა დიდები და ის, მაგრამ თავიდან დაწყება პირველ რიგში ეს რო ვთქვათ, რა ხელფასიც არ უნდა იყოს, არ ვიცი, რაღაც ძალიან ასტრონომიული თუ არ იქნება. ამ წუთას საერთოდ სხვა კომპანიაში და სხვა დამსაქმებელთან არც განვიხილავ, იმიტომ რომ თუ აი ამ გარემოში არ ვიქნები სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ, ალბათ მიჩვენია, რომ რაღაც საერთოდ სხვა სფეროში წავიდე, ან საერთოდ აქეთ ჩემი რაღაც ან კომპანია, ან რაღაც საქმიანობა წამოვიწყო ისეთი, სადაც მე თვითონ ვიქნები მარტო ან რაღაც რამდენიმე ადამიანთან ერთად. ყოფილა ეგეთი кейსები, კონკურენტ ბრენდში ესე სიმართლე გითხრათ რაღაცა. წამოდი და ხვეწნამოდა არასდროს არ ყოფილა. თუმცა ინტერესი და რაღაც გამოხატულება და რაღაც ოფერების მსგავსი ყოფილა რა, ანუ ხა ხელფასიც ვთქვათ რომ რამდენი გინდა და რაღაც, მაგრამ არც გასაუბრებაზეც კი არ ყოფილა არც სადღაც, იმიტომ რომ ვიცი რომ ყველგან არ აქვს მნიშვნელობა რა ხელფასი იქნება. აი გარემოს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა თანაც ვთვლი რომ ეხა სადაც ვარ, სულ ერთ გულებას და გუნდს რო თავი დავანებოთ, ანუ ყველაზე ძლიერ კომპანიაში ვარ, საავტომობილო სფეროში ვინც არის საქართველოში და მართლა ისეთ კომპანიაში ვარ, რომელიც ზრუნავს, ასე ვთქვათ, თვითონ ქვეყნის ავტოპარკზე, მეორად მანქანებზე, ახალ მანქანებზე და აი ეს მონაწილე როცა ხარ, მე უფრო ძალიან მაყიცხარ, რომ წლის ბოლოს რაღაცა შეჯამებები როცა ყოველთვის თეგეტადან ჯობია, რომ ანუ სწორ ადგილას დავიწყე ესე მგონია. სხვაგან რომ დამიწყო, შეიძლება თეგეტა უფრო ისეთი ყოფილიყო რა, რაღაც რომ ბოლოს თეგეტაში მივიღო. ყველასთვის თითქოს თეგეტა ესეა და რავი, ალბათ ესეც არის და მაგრამ ამ წუთას არ განვიხილო. პატარა იყავ ხო? თეგეტაში. პატარა ხო, 22-ის ვიყავი. 30-ის ვარ ხო, 22-ის გავხდი მე მგონი, რომ დავიწყე რაღაც ესე რა. Toyota-ში დავიწყე. Toyota თეგეტაში გაყიდვების მენეჯერიდან, შემდეგ გაყიდვების ჯგუფის უფროსი ვიყავი Toyota-ში, მე Volvo-ში წავედი, ანუ პრინციპში ის გზები რაინც გავიარე, რაც ეხა სხვაგან გადასვლას უდრის და რაღაცა ეს შეგრძნების დონეზე ხა ვიდრე სხვა კომპანიაში წახვიდე და იქ ყველა თავიდან გაიცნო. ერთ გუნდში უბრალოდ სხვადასხვა ბრენდებში და ერთი ჰოლდინგის ქვეშ ხარ, აი ეგ მომენტებიც ქონია რაღაც ერთი და იგივეს არ ვაკეთებ, ერთი და იგივე გარემოში არ ვარ და სულ სხვადასხვა ეტაპებზე ხარ და ჯობია რომ თუ თამი გადასვლა ისევ საშუალება არის ახლა შეგინც როტაციის და რატომ უნდა გაიქცე ახლა სხვაგან თან რომ არ იცი რა ხდება ხო შეიძლება. შესაძლოა დღეს ეგ კომპანიებში წინსვლის. ხო, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. თეგეტაშიც მაგიტო იწყებს ხალხი მუშაობას, ასე დაბალი საფეხური და ისე თავის ჯერა, თავის და შესაძლებლობების ყველას გამოუვა სადღაც ხა ესე უსამართლოდ რომ ესე იჯდა და ერთ და იგივე აკეთა
არ მგონია თუ მართლა ძლიერი ხარ შენ სფეროში და გინდა რომ განვითარდე და რაღაც მუდმივი ხარ და არ ხარ ზარმაცი, ალბათ განვითარდები ეგეთ კომპანიაში უფრო. მე გეთახმები სასწაულად. აუცილებლად განვითარდები თუ არ გეზარება და აქვს მიზანი ცხოვრებაში. გეთახმები. როგორ ფიქრობ? გაყიდვები მანიპულაცია ადამიანზე? ანუ მანიპულაციაში ვცდილობ, რომ ანუ აზრი შეაცვლევინო, ხო? თუ ჯაზ საშუალება რომ დაეხმარო. რომელი შენთვის? ჯამში ცალ-ცალკე ვერცერთს ვერ იტყვი, ეხლა შეიძლება манипуляტორი არ იყო, მაგრამ რაღაც ხრივ უნდა მოახდინო ადამიანზე ისეთი გავლენა, რომ პირველ რიგში შენ სიტყვას ფასი კონდეს, ეგრევე ისეთი ტექსტები არ უნდა თქვა, რომელზეც შეიძლება არ დაგიჯეროს ადამიანმა, ისედაც ელოდება შენგან, რომ მაინც კარგს ეტყვი და რამე ისეთი უნდა უთხრა, რითაც ალბათ ცოტა გააგვირვებ რა. რაღაც მე ეს მაქვს გამოცდილი, რომ ჯობს რომ ჯერ ჩვეულებრივად დაიწყო კომუნიკაცია ადამიანთან, რაღაცა შეგეტყოს შენც რომ ანუ ეგრევე არ ხარ მომზადებული, აი აქედან ოღონდაც რაღაცა ფული დატოვოს და წავიდეს. შენთვისაც საინტერესოა, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ვინც მოდის მომხმარებელი, ყოველთვის შენც სწავლობ რაღაცას, შეიძლება გაყიდვებში ვერ ისწავლო რაღაცას, საერთოდ სხვა სფეროდან მოვიდეს, მაგრამ ავი შენზე მეტი 90% შემთხვევაში გამოვლილი აქვს ამ ადამიანს, ხო მოდის და ავით ამ ჩემ შემთხვევაში ახალს ან მეორად მანქანას ყიდულობს, ხო? ესე იგი რაღაც თანხა აქვს აგროვილი ძირითად შემთხვევაში და საინტერესოა ხო თვითონაც როგორ აზროვნებს, რას გეუბნება. მე აქედან რა თქმა უნდა დიდ ანალიზს აკეთებ და მე ხვდები რომ აი რაღაცა პატარა ესეთი манипуляციის ტრიკი შეიძლება შენც გაუშვა, იმიტომ რომ გჭირდება რა. მაგრამ ჯობს რომ ალბათ გულწრფელი იყო და მაინც მოусმინო და იცოდე რაზე თუ სადღაც შეგეშალა და ცოტა მეტი მოგივიდა აი манипуляციის მაგვარი ან რაღაცა ხშირი ტექსტი ან დაკარგულია ეგ დილი ჩემი აზრით რა. ამიტომ ორივე ცოტა რაღაც რაოდენობით ალბათ 30% манипуляცია მაინც საჭიროა რა. გიორგი, შენთან როგორ შეფასებდი? შენ ხარ ახლა დღეს როგორც კარგი ლიდერი თუ კარგი მენეჯერი? ნუ არ ვიცი ხო ფიქრობ რა ვიცი ძალიან დიდი სხვაობაც არ არის, მაგრამ ალბათ უფრო მენეჯერი ასე ვიტყვი რა, იმიტომ რომ ახლა რაღაც საქმეები არის ასე უშუალოდ მე არ ვაკეთებ და შეიძლება ისეთი ხშირი შეხება აღარ მქონდეს მომხმარებელთან, ზოგჯერ შეიძლება მომენატროს კიდეს ვიღაცას დაველაპარაკო რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად გაყიდვებში ვინც იწყებს სულ რაღაცა ლაპარაკი და ყველა მიცის რომ ლაპარაკია ეს ექშენი გაკლია ხო? ხო მენეჯერი თუ არ ხარ გულისხმობ აი საქმის დელეგირებას თუ არ იცი რა საქმეების დაავალო, ან თხოვო, ნავალო რა არ იცი ვინ ვის ესაუბრება, რო ატყობ რომ ახლა მომხმარებელი ესეთია, უნდა იცოდე რომ ისეთ ადამიანს გაასაუბრო და არა შენ გავარდე რომ მოდი ახლა მე დაგელაპარაკები შენ და აი ამას მოდი არ დაგალაპარაკებ. ამითა გაყიდვების მენეჯერსაც აკნინებ და შენ თვითონაც რაღაც თვითონ მაგარი ტიპი ხარ, მაგრამ ალბათ მენეჯერულ ამბავში ვფიქრობ რომ მაგას ვახერხებ რომ სწორად გავცე ასე ვთქვათ რაღაც რჩევები და დელეგირება მოახდინო საქმეების რა. გაყიდვების იმაში ასე ვთქვათ პროცესში უშუალოდ რა. გონია რომ ესეა ხო, ალბათ უფრო მენეჯერობა, ხა ლიდერობა ყველა სხვანაირად ესმის რომ რაღაცა ხალხს ეშინოდეს რომ მიხვალ და რაღაცა ის იყო რა კაცრი იყო და ესეთ, მაგრამ არ ვიცი ხო. სხვადასხვა რაღაც. თუმცა ზომიერად ეგეც საჭიროა და. ნუ ხო, უფრო ხო, ეგეც საჭიროა თავისთავად. იმ შემთხვევაში თუ არ გიჯერებენ და პატივს არ გცემენ, მაგრამ თუ ურთიერთობა ისეთი გაქვს რომ ანუ პატივისცემას იმსახურებ მათგან, უფრო ორმაგად ურჩევნიათ რომ არაფერი გაწყენინონ და არც შენიშნა მოგაცემენ. რა მე პირადადაც აი ვერ ვიტან ვიღაცა შენიშნას რომ აძლევს რა. ყოველთვის ვცდილობდი რომ აი ჩემთვის შენიშნა არ მოეცათ, იმიტომ რომ აი ეგ ძალიან მიჭირს, მე ვეღარ მუშაობ თუ რაღაცაზე შენიშნას ვიღებ რა. და ვიცი რომ როგორი რთულია რომ ადამიანი ხო აი რაღაცას რო აკეთებს და მართლა რაღაცა 100 კაი რაღაცა რო გააკეთა და ერთი მართლა რო შეეშალა, აი არ უნდა მისცე ისეთი შენიშვნა რომ პირიქით რა უნდა მიხვდე რომ იცი, მიხვდი, მაგრამ არაფერს რო არ ეუბნები, რაღაცჯერ უფრო დაგაფასებს რა და იცის რომ მე აღარ უნდა შეეშალოს, იმიტომ რომ ისევ იგივე გრძნობა იქნება, რაც გქონდა რა. ლიდერული ხედვა ფაქტიურად ეს რა. საკუთარი კარიერის განმავლობაში გაგიწირავს ვინმე? პირდაპირ შემიძლია თქვა, არა რა ვიცი. არც თანამშრომელზეა კითხვა თუ არა მნიშვნელობა, არა. ორავე ხა იმედია ოჯახის წევრს. არა, ნუ კლიენტზე მომხმარებელზე ხო არ არის თქვა, არა. არა, ანუ შენი წინსვლისთვის არასდროს არც მქონია ეგ მომენტი, არც შანსი, რომ
რაღაცა მე თუ ეს ან თუნდაც რაღაც შეჯიბრობითობის პრინციპი, რომ ან ტესტირება, პირიქით და ყოველთვის ისე იყო, რომ თუ რაიმე შემოთავაზება იყო ან რაღაცა, ყოველთვის აი ესე პირისპირ გავდიოდი უშუალო ხელმძღვანელებთან და რაღაცა რა ვიზერითი მაგარი ხარ და ეს რაღაცები არასდროს არ მქონია რა. და რა ვიცი, აი არც ჩემს ზემდგომზე მქონია რაღაცა ცუდი საშუალება, ანუ ხშირად ყოფილა რომ რაღაცის სამსახურიდან შეიძლება გაშვება დომებია რა. ძალიან ბევრჯერ ყოფილა ეგეთი ის რა. ძალიან ბევრჯერ ხა იმას არ ვამბობ, მაგრამ ყოფილა. არის ხა შემთხვევა ეგეთი. რა, მაგრამ ჯერ ერთი შეიძლება რომ ცხელგულზე კონდეს ეს და ჯობია რომ დაფიქრდე და აცადო ყველაფერს, შენ ხო არ გაქვს რაღაცა აი პირადი პრობლემა ამასთან. მაგრამ ყოფილა ისეთი кейსებიც, რომ აი მართლა რომ გასაშვებია სამსახურიდან 1-2 ესეთ სხვა კომპანიებში ყოფილა. მაგრამ მაინც ისიც კი მიჭირს, ანუ რომ ეგეთ ადამიანზე რაღაცა ეს აღარ მუშაობ ჩვენთან წადი და რაღაცა. ან თუნდაც სხვას მივაბარო, რომ აი სხვა გააგდოს სამსახურიდან რა, მაგრამ ძალიან რთულია რა და ეხლა მით უმეტეს ეხლა შენ რო ჩამოიშორო ვიღაცა ჯერ ერთი ალბათ ბერკეტებიც არ არსებობს ეგეთი რომ ჩამოიშორო თუ რაღაცა ძალიან ანონიმურად არისაო, კარგი ხელმძღვანელი და მენეჯერი და ლიდერი ყოველთვის მიხვდება რომ ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ანუ აი შენ ვინც არის რაღაცა სწორი ის გინდა რომ არა და პირიქით ჯერ ერთი ალბათ იმას უფრო იმას დაუჯერებენ და მიაქცენ იმას და არც პირიქით არ უნდა მოიქცე რომ ვითომ მსხვერპლი ხარ და რაღაც შეუძლია რომ ჩემი სახან დააკეთო რა ხა თუ ვიღაცა ვერ დაინახავს და ის უსამართლობის განცდა გექნება, ჯობია რომ ადგე და წამოხვიდე და თუ მართლა სამართლიანად მოგექცენ, ჯობს რომ იხვა და შენი სიტყვა თქვა რა სადღაც ხარ, რა მოხდა. დღეს თუ არა შეიძლება ყოველ დაგაწინაურონ და თუ იმსახურები და ღირსი ხარ რა. შენი გამოცდილებით, შენი ხედვით და შენი დღევანდელობით. შენი აზრი მაინტერესებს. გაყიდვებში რეალურად წარმატება ეს ნიჭია თუ ცივი გათვლა და გარკვეული ტაქტიკები. ხო, ნუ ნიჭი უფრო ალბათ არ არის. ნიჭი თუ საუბრის გაქვს და რაღაცა მოსვენის და ამ ყველაფრის და ზოგადად თუ ცოტა ნიჭიერი ადამიანი ხარ, გაყიდვების ეს ნიჭი არ დაყვება რა. ხო, ალბათ უფრო გათვლები და ანუ საერთოდ გაყიდვების ესეთი სფეროა, რომ აი თავიდან როცა რაღაცა ამ ახალგაზრდობის წლებს გამოდიხარ 19-20 წლის რო ხარ და ინტუმეტეს ბიჭი რო ხარ და რაღაცა აბა მეკობრები და დალევა და რაღაცა უსაქმურობისგან ვარ იცი რა ქნა და არც დიდად სწავლაზე რო არ ხარ გაგიჟებული, რაც ხშირია. და პროფესიაც ისეთი გაქვს არჩეული უნივერსიტეტში, რომ მაქსიმალურად ისეთი ნეიტრალურად შერჩეული პოზიცია ყველაფერს რო ერგებოდეს. აი ბოლოს თითქოს ეგ მოდის, რომ აი რაღაცა გაყიდვებში ხო არ წავიდე, იმიტომ რომ ერთ გაყიდვებში ვაკანსიები ყოველთვის ხშირად არის, იმიტომ რომ თითქმის ყველა კომპანიას სჭირდება გაყიდვების მენეჯერი. რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი ვაკანსიებია, რომ რაღაც დაბალი ანაზღაურებებით უფრო ხშირად არის, იმიტომ რომ ასეთი კომპანიები აცხადებენ, მაგრამ თუ წახვალ რაღაც მე იქ აი ძალიან დიდი პერსპექტივაა გაყიდვებში რა აი შეიძლება გაყიდვების მენეჯერიდან რა ვიცი გახდე მარკეტინგის მენეჯერი შეიძლება რამდენიმე წლის მერე ფინანსური მენეჯერი გახდე კომპანიის დირექტორი გახდე ან საერთოდ რა ვიცი after sales დირექტორი გახდე აი არ მოგეთხოვება ასე ვთქვათ რაღაც ძალიან კონკრეტული ის ხა თუ ბუღალტრობის და იმაზე არ მაქვს საუბარი ხა რაღაც ძალიან ისეთ ციფრებს თუ აღმოგაჩნდება ეგ ნიჭი და კომპანიაში ისწავლი ამასაც და ხარჯებსაც, მარკეტინგსაც და ყველაფერს, რა შეგიძლია რომ გაყიდვების მენეჯერობიდან თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე გადახვიდე, რაღაც რა ვიცი, ბორჩი გადახვიდე. და ძალიან ბევრი ისეთი სფეროა, რომ აი ძალიან ღია რა, თუ კარგი გამოდიქი, ასე ვთქვათ, კომპანიისთვის ყველაფერს იზამ რა. მithumetes გაყიდვების მენეჯერი მერეც როცა უკვე რაღაც შეხვედრებზე დადიხარ და უშუალოდ ისეთ ხალხს ხვდები, ვისაც მთელი ცხოვრება გაყიდვებში აქვს ნამუშევარი, ხო? იქ იგივე იმებს, პრინციპებს და რაღაცა ტრიკებს ვერ ჩაატარებ, იმიტომ რომ ყველამ ის რა ვიცი, ეს წიგნები და ეს ვიდეოები და ფილმები, სადაც რაღაცა ეს კალამი რომ უნდა გაყიდო და რაღაცა, მაგრამ ნუ შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა სხვანაირი რაღაცები, ასე ვთქვათ, მოიმოქმედო, აი ცივი გონება, სწორი გათვლები, რომ რაღაცა ვისაც ესაუბრები შენს სფეროში მომუშავესაც ისე ელაპარაკო, რომ მაქსიმალურად შედეგი წამოიღო, რაც გინდა და შენს კლიენტსაც და ყველას. ამიტომ ცივი გონება. არ ვიცი რა, მან ყავს და დიდათ ესე არ ვიცი ნუ ეხა რაღაც რამდენიმე ისეთი ცნობილი გაყიდვების მენეჯერებს და იმათ გარდა, თუმცა ალბათ კუმირს თუ ვიტყოდი რა ვიცი სტივ ჯობსი რა, გაყიდვების არა, მაგრამ თავის მენტალიტეტით და თავისი მიდგომებით და
ყველაფრით აბსოლუტურად, რა ვიცი, ალბათ Steve Jobs-ისნაირი, რავინ არასდროს აღარ იქნება. და ძალიან მომწონს რა მისი ყველაფერი პროდუქტი, წარდგენაც, როგორც დაიწყო და ეს ყველაფერი ზუსტად სწორი გუნდი შეარჩია. საერთოდ თვითონ ინდონეზია არ ერკვეოდა რომ თქვა რომ რაღაცა software-ს და იმას თავის ხელით რაღაც უძლიერესი პროგრამისტი და ის იყო თუმცა რა ვიცი ესეთი გუნდი ყავდა ეს ოზნიაკი და ყველა რომ იცოდა რომ ვის უნდა გაეკეთებინა რაღაცა პლატა, ვის დისპლეი და სწორ იმას აკეთებდა რა ვინც უნდა ექნა მარკეტინგში ძირითადად თვითონ იყო ჩართული და საერთოდ არასდროს არ იყო ისე რომ პირიქით ზუსტად Steve Jobs-ი ამბობს რომ რაღაც ყველას უსმენდა თანამშრომლებს პირიქით რა ნებისმიერი შეიძლება რაღაც ყველაზე ქვედა საფეხურზე დგომის იდეა თავი დაექნია და აიგერებინა რა ძალიან უბრალოდ და ისეთი ადამიანი იყო Steve Jobs-ი მართლა შემიძლია თქვა რომ რა თქმა უნდა ურთულესი შეუძლებელია მაგრამ ბევრ რამეში მინდა რომ მიბაძო რა Steve Jobs-ს აქვს სხვათაშორის ნათქვამი პრობლემა რომ მქონდაო სამსახურში კი არ გავბროდიო ანუ ფინანსური პრობლემები რომ მქონდაო სამსახურში კი არ გავბროდიო რომ ემუშევაო რა ჯდებოდიო და ვფიქრობდიო რა უნდა გამეკეთებინაო რა ანუ წარმოიდგინე რა დონეზე წინ მქონდა მაინდი რა ტიპს რა რომ ანუ სამსახურში კი არ მიდიოდა რომ ფული ეშოვა რა არა ის არის მაგრამ ამის გარდა რამე შემილია რომ დამატებით გავაკეთო ისეთი რომ პრობლემიდან ამოვიდეო რა და 90% იასნა სამსახურში გაიქცეოდა და ფულის კეთებას დაიწყებდა რა ეს ხო ამხელა კომპანია დაარსა და მე ვარდნები ქონდა ნუ ხო Steve Jobs-ი ხო უნიკალური ფაქტურად ახალი სიტყვა თქვა რა კლასიკური ხო გაყიდვების მithumetes რომ ჯერ რამდენი ხანია უკვე რაც გარდაიცვალა და კომპანია ანუ ერთღილაკიანი ტელეფონი მინდაო რა ერთღილაკიანი ტელეფონი მინდაო და გამოუშვა რა ერთღილაკიანი ტელეფონი მაგ დროს მე მგონი ჯერ კიდე ღილაკიანი ტელეფონები იყო და ხო რა ეს კი შავი რო იყო ხო ანუ რაღაცა ანუ მგონია რომ უფრო სწამდა რა იმისი რასაც აკეთებდა რა თავის პროექტის სწამდა თავის შესაძლებლობის თავისი გუნდის და ბოლომდე ჩააჭირა რა გიორგი გაყიდვებს რო ისევ დაუბრუნდეთ შენი აზრი მაინტერესებს დღეს გაყიდვების დაახლოებით სტატისტიკურად რაც მოკვლეულია და გამოძიებული გვაქვს ჭღალებში 90% დილს ვეხურავს შენი აზრით რატო ეს 90% სფეროს ზოგადად ზოგადი კონკრეტულად ავტოფოროს არ ეხება რა თქმა უნდა მაგრამ აი უმრავლესობა თუნდაც სატელეფონო აი თუნდაც ტექნიკის მაღაზიაში და ასე შემდეგ გაყიდვების მენეჯერები ისინი არ არიან ისინი არიან უბრალოდ კლიენტების მიმღებნი რა ჩეკოთის მიმღებნი კი შენი აზრით რაშია პრობლემა დღეს ნუ პრობლემას არ ვიცი რამდენად დავარქვათ მაგრამ ნუ გაყიდვების არხები ძალიან გაძლიერდა და მოხშირდა მე თვითონაც ამ სფეროში ვარ, მაგრამ ზოგჯერ ისე ვარ, რომ აი საერთოდ არ მინდა რომ ვიღაცა დამელაპარაკოს და მივდივარ და რა ვიცი, უნდა რომ ვიშოპინო. საერთოდ ახლა რეალურად მე როცა მივდივარ, მეც მიყვარს რომ ვიღაცა რაღაცას შემოყვება და მელაპარაკება. იგივენაირად როგორც მე ვესაუბრები, მინდა რომ იქედანაც თუ რამე ისე წვიდულობ, რასაც მართლა არჩევა და ის უნდა რა, ეს რა ვიცი როგორ თქვა ხა. აი ტექნიკის მაღაზიაში მაგალითად რო არ ვიცი ხა იქ რეკომენდაციები ჩავები ინფორმაცია არის ის კი არ უნდა კილოვატები და ვატები კი არ უნდა მომიყვეს რო შევდივარ ხო უნდა მითხრას რავი რა ვიცი რას შევინახავ ხო სარგებელი თქვენ რა ვიცი რამაცვია და იქნება გაიგოს რომ რა ვიცი დარბაზიდან მოვდივარ და რა ვიცი სმუსის შევინახავ რაღაც აი სიტყვაზე ვამბობ რა მაგრამ რადგანაც ახლა ეს უკვე ონლაინ გამოწერა თუნდაც საქართველოში ხა მე რასაც ვყიდულობ რა ვიცი ტელეფონი იქნება, რა ვიცი, AirPod-ი თუ ნებისმიერი რაღაც 90%-ში ვყიდულობ ონლაინ. და ვირჩევ მოტანის სერვისს რა. ან მივდივარ და მე თვითონ ავიღებ და დამახვედრეთ რა ვიცი სავაროში სადაც არის და ან გამოვიწერო რაღაც უცხოეთიდან. ეს უკვე როცა იცის. თითქმის ხო და ძირითადად შემთხვევაში ხალხმა ეხლა უკვე იცის რის ყიდულობ, იმიტომ რომ არის YouTube-ზე, აი უამრავი ვიდეო, ნებისმიერი რაღაც პროდუქტი რო ჩაწერო, ელემენტარული და ალბათ 30+ ვიდეო ამოვარდება რომ გარჩევას უყურო, ანუ უკვე იცი რა არის. და ყველაფერი აღირს, სად იყიდება, ვინ არის ოფიციალური მომწოდებელი, შემომტანი, მაგასაც ერჩავ და პლუს ეს AI ყავს ცალკე ჯიბეში და მიდიხარ გამზადებული რა და იქ რო ტიპი დაგიწყებს რომ ჩვენ ოფიციალური დილერები ვართ და აი ჩვენთან უნდა იყიდო, იმიტომ რომ სხვაგან ჩინურია, რაღაცა ფეიკია, აი ესეთი რაღაცეები მგონია რომ აფუჭებს დილს რა. აი მაგდროს უნდა ხო, აი დააჭირო. ჯობს რომ აი ხალხმა პირველ რიგში კონკურენტებს უნდა დააჭირო მაგდროს. კონკურენტებზე ცუდი ლაპარაკი აფუჭებს ჩემი აზრით გაყიდვების უმეტესობას. მაგაში გეთახმებით ცალსაღად. ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი აი
პირისგან კონკურენცია ცუდის ლაპარაკი, პირიქით კონკურენცია ალბათ თითქმის ყველა შემთხვევაში უფრო მაღლა აყენებს. ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ესეთი შაბლონური ფრაზები, რომ ჩვენ თან, რა ვიცი, იაფია და რაღაცა, ესე რაღაცა ოფიციალურები ვართ და აი ამას ეს აქ და ესეთი რაღაცა თავარი არის, რომ ადამიანი ჩვენთან როც მოდის, გავიდეს, ან რავი, იყოს იმაზე კარგ ხასიათზე, ვიდრე მოვიდა რა. ტელეფონით დაგირეკა თუ რით დაგირეკა, აი გაყიდებს რომ ამბობენ რომ სახელით უნდა მიმართო ადამიანს და რაღაცა ეს სიმართლეა რა. ტიპს თუ აგრძნობენ რომ ყველას ერთნაირად ელაპარაკები ხო ანუ თვითონ კი არ გაიაზრებს რომ ეს ესე მელაბ უბრალოდ აი გონება არ რადიო ხარ ხო? ხო რა მაგისტვის ან ხარ არაფერი. როგორც კი ეთქვი რომ რაღაცა დილამ შვიდოვის და რაღაცა გიორგის სიტყვაზე თუ ნიკა რაც ქვია და მე რომ რაღაცას დაიჭერისეც რომ ეთქვი რომ აი ამას ეს გინდა რა ახვედრებ რა და ეხა თუ აი შეგატყო რომ აჩქარებ ადამიანს რომ რაღაცა იყიდოს სულ რომ უნდოდეს აღარ იყიდის პროსტა რა მეც ქონია რომ აბა ხო არ მოიფიქრეთ რამე და აი არა რა ეხლა ასაცის მაღაზიაში რო შედიხარ და რაღაცას არჩევ ხო შენთვის და აი მოგვარდებიან აი ეგ ვაფშე ის არის ეხლა ცოტა აღარ არის ეხლა ერთლად პირიქით ზოგჯერ ეძებ რომ ისე ქვია აქეთ იპოვო მაგრამ აი ადრე იყო რომ მე ნაბა ხوار დაგეხმაროთ და რა ვიცი როგორც რაღაცას გამოდიოდი ჩასული ევაგა შემეც კიდე ცალკე ნიჭი უნდა მასეთ გაკეთო პლუს რა ვიცი აი ალბათ კიდე პრობლემა იმაშია რომ რაღაც ესეთ მოვლებში და ეს ადგილებში ზოგჯერ რაღაც უზესრიგებელიც არის დესკები, ძალიან დიდი რიგია, მე ხშირად ახლა შევდივარ შევხედავ რომ რიგია, ხო? ხო, ეს გამოდა. შეიძლება შესაძლებელზე ვიყო გასული და ყველას არ აქვს რაღაცა ისე რომ ჩამოდგეს და 1 საათი იდგეს. ალბათ ბევრგან არის დასამატებელი, თუნდაც სუპერმარკეტებში ეს თვითმსახურების სალა რომ ბენზინსაც მე თუ ვასხავ, საწვავს, აი თითქმის თვითმსახურებაზე მივდივარ. იქაც თუ ბევრი ხალხია, სადაც ცოტა ხალხია, იქ მივდივარ რა. და ბევრია ესე ხა რა, რაც უფრო გაუმარტივებ ადამიანს ხაზს, შეიძლება გაყიდვების მენეჯერები შეამცირო, მაგრამ ჯობს რომ კლიენტები და მოხარებლები მეტი ყავდეს რა, საიდანაც ყიდი. ჯერ ერთი რესურსად ზოგავ, ხელფასებსაც ნაკლებს იხდი და შემოსავალიც მეტი გაქვს რა. პროდუქტის განმარტება გაქვს, რაღაცა ოფისი გაქვს, იძახი რომ გარანტია მაქვს, აგერ ეს ვარ, ეს შეპესე ვარ და მაღაზიაც მაქვს თუ გინდა კი ბატონო, მაგრამ თუ არ გინდა კონსულტანტი და შემოდი, იყიდე მოგიტან, პრობლემა გაქვს, მოდი და დანარჩენი, რავი, არ გეკონტაქტები რა. ძალიან ალალე ხარ გიორგი შეერთებთან მოსული, აი, ძალიან პატივი ხარ და არ ვფიქრობ რომ რაღაცა და მეორე რაღაცა. არა, ნუ ხო, რავი, რაც არის ახლა. ხო, იდეაში, ხო. ეხლა კითხვა მაქვს აი ამ გასტროლის ჟამს. აბა. ყველაზე მეტი. მოპარე. რა შეცდომას უშვებენ შენი გუნდის წევრები? აბა კარგად. ნუ აი არ ვიცი, სიმართლე გითხრა ახლა უფრო სეილებზე საუბარი. მაყოფილი ვარ ხო ჩემი გუნდით, რომ არ ვიცი. ძალიან ვფიქრობ, რომ ისეთი გუნდი შეიქმნა და არა შევქმენი, რომ თითქმის ყველაფერი იციან, როგორ გაუმკლავდნენ რა. არ აკეთებენ ისეთ რაღაცას, რაც კომპანიას არ არგებს, ასე ვთქვათ, მეც რაღაცა რო სიტყვაზე იციან, რომ არ მომეწონება. არ მგონია რომ გააკეთონ ეგეთი რაღაც და თან სულ კავშირზე ვართ, რაღაც გრუპ ჩეტებში, ზარზე და ყველაფერს თუ ვერ უპასუხიან, თვითონ ვერ მიპასუხეს, იციან დაახლოებით რა ქნა, ერთმანეთში გადიან ამ ყველაფერს და დაახლოებით პრინციპი შესწავლილი გვაქვს, არ ვიცი ხა არ ვფიქრობ რომ რაღაცა ისეც აკეთებენ და რამეს აშავებდნენ რა. მე მაგარი რა, მგონია რომ ძალიან კარგად ართმევენ თავს. ალბათ რა ვიცი თუ რამეს ვიტყოდი რავი, ნაკლზე არ ვიცი, მართლა ძალიან გაყოფილი ვარ ჩემი გუნდით და ეხა უნაკლო არავინ არ არის და რა თქმა უნდა ყოველდღიურ ასე ვთქვათ სამუშაო პროცესში ყველა უშვებს შეცდომას მეც და ყველა და ეხა იქ მეილი რო შეეშლება და რაღაცა საკონტაქტოს რო შეიძლება დავიწყდეს რაღაც ელემენტარული ან რაღაც მეილი ვერ გახსნას 1 დღე და 2 დღე და 3 დღე ეგეთი რამე მეც მემართება და ყველას მაგრამ ვამბობ ისეთ რაღაცას, რომ აი შენიშნა მქონდეს მიცემული ვინმეზე, ფაქტობრივად აი ამ მქონია ეგეთი რაღაცა რა, დიდი ხანია ძალიან რა. აი ხა დღეს მაგალითად თუ მარტო ერთი ტექნიკა უნდა ასწავლო დამწყებს. აი ეგეთი იწყებ ხოლმე. ან დასასწავლი პირველს. ნუ პირველ რიგში სიმართლე რომ თქვა, ეხა ჩვენთან ავტოსფეროში ვინც მოდის, ბევრი ახალბედა გაყიდვების მენეჯერებიც არიან. ვცდილობ ხოლმე რომ პროდუქტი ისწავლოს.
ჯერ გაყიდვებში ისე არ აქვს ადამიანი, რაღაც 2-3 გასაუბრებას მაინც თუ არ გავივლით, რომ დაახლოებით მივხვდეთ რა როგორ საუბრობს და ანუ რა ინტერესები აქვს ცხოვრებაში და ზოგადად აი ჩვენი ვარაუდებით უარ გვაქვს და აი ამ ყველაფრის შემდეგ უკვე როცა ვიცით რა ის შეუძლია, აი პროდუქტს სანამ არ ისწავლის, არავის არ დაელაპარაკო. იმიტომ რომ გაყიდვებში თუ რაღაცაში მომხმარებელმა ჩაგჭრა, ხო, მორჩა, ანუ აღარ იყიდი შენთან არაფერს რა, აი რაღაცა თუ კითხა და აი ვერ უთხარი, კი შეიძლება მოგიწიოს რა დავაზუსტებ და რაღაც, მაგრამ აი რაც არ გეკადრება რომ არ იცოდე, ეგეთი რაღაცა სანამ არ ისწავლი ყველაფერს, ელემენტარულს, ჯობს რომ არავის არ დაელაპარაკო და მოусმინოს ხოებს რა, რავი, რასაკეთებს რა შენი კოლეგა, როგორ საუბრობს სხვასთან, რა საკითხებია და რაღაც ჩვენი ბროშურები გვაქვს, რაღაცა basic რაღაცები, მე ნუ ახლა ინტერნეტში ყველაფერი შეგიძლია ნახო, მანქანები იქ არის, ფიზიკურად ეხები, ჯდები და ყველაფერს აკეთებ აბსოლუტურად, უბრალოდ მომხმარებელთან არ მიდიხარ რომ აი რა ვიცი, რით შემიძლია დაგეხმარო და ყველაფერზე გიპასუხებ. იმიტომ რომ შეიძლება ისეთი კითხვა გითხრას, რომ მე საერთოდ კომპანიაზეც კი ვიფიქროს, რომ აი ესეთი ხალხი როგორ აკავს სამსახურში და მე ქალაქში გამოვიდეს თქვას, აი ნუ თან ხო იცი ხა საქართველო როგორი პატარა თბილისი, რომ ერთი თუ გავარდა ხმარო აი აქ არაპროფესიონალი მუშაობენ და ის აი მე უნდა იბრძოლო რომ ერთი წელი კიდე ეს რაღაცა ამ ტიპის კომენტარი გადაჭრდილო რაღაც. ანუ შენ როგორ გაყიდვების გარდა, რაც თუ აგურდები შენ ლაპარაკიდან გამომდინარე, მუშაობ მარკეტინგული კუთხითაც, ანუ აქ მუშაობს ასვიძე ხოცე, მე მინახე ხარ მაგალითად ძალიან მაგ გადაცემაში. კი. ანუ სახე ხარ რეალურად კომპანიის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ შეიძლება, კი. და ანუ ყველა მხრივ მუშაობ, ასე ვთქვათ, მარკეტ გაყიდვებს არ ეხება და შესაბამისად ცოტა სხვა ხედვებიც გაქვს ბევრ საკითხთან მიმართებაში. კი, იმიტომ რომ ხო, ტელევიზიაში ძირითადად ჩვენ დავდივართ, ასე ვთქვათ, ვისაც რა ბრენდი აქვს ჩავარებული. მარკეტინგის ჩვენ მარკეტინგის ძალიან დიდი გუნდი ყავს, ძალიან ძლიერი და ძალიან მაგარი, რა ვიცი, ყველაფერს თავის ორგანიზებენ და აკეთებენ, ფაქტობრივად არაფრის კონტროლი მათ არ ჭირდებათ, უბრალოდ როცა იტყვიან, ვაი რაღაც ეს უნდა ვქნათ, კი, რა ვიცი, როცა ვიტყვი, ჩაწერა, მივდივართ აქ, რა ვიცი, ვის ძალია. აქ რადგანაც ხა ხალხთან მაინც ასოცირდება, რომ რადგან თავიდან ჯილი და ზიკრი დავიწყეთ და გადაცემებში მე მივიდიოდი, ხო ეხლა რა თქმა უნდა მე მივიდივარ და ყველგან რომელ არხზეც არ უნდა იყოს, რა რეპორტაჟიც არ უნდა იყოს, ვცდილობთ რომ ხალხს არაურიოთ რაღაცა ერთი ადამიანი. ხო, თორე შეიძლება ეხლა ჩემი კოლეგა წავიდეს და ისიც რაღაც ესე თქო დირექტორი იყოს და ზილიზიკერში იყოს ისიც, მაგრამ ნუ მომხოს ადრეს ხო აიყო და მე მოკლედ რა მოხდა? ეხლა სხვა რატო არის? ეს სხვა კომპანია ხო არ არის? ეს მეორე შემომთხვევი ხო არა და ბევრი იცია რა. ბევრი რაღაც ცინო მანქანებზე ძალიან არეულია ბაზარი ჯერ კიდევ, ეხლა კიდე ნელ-ნელა ლაგდება და უფრო და უფრო კარგები ასე ვთქვათ, რჩებიან და ცოტა ის გაურკვეველი ბრენდები გადიან, მაგრამ ხო, ნუ ყველაფერს ვაკეთებთ რა, ფაქტობრივად, თუ საჭიროა სერვისშიც ვართ, რა ვიცი, გაფრჩებულ მანქანებს სადაზღვევო кейსებზე მაქვს საუბარი, ასე ვთქვათ, დაზიანებულებს ჩვენთან ვიბარებთ, რა ვიცი, საგარანტიო მანქანებიც ჩვენთან მოდის, საკმაოდ იშვიათად, მაგრამ ვინც მოდის ახლა ზოგჯერ ცოტა აღიზიანებული ანუ სერვისიც გაქვთ იდეაში. კი, სერვისიც გაქვთ იმ ტერიტორიაზე, გიწევს ესეთ ხალხთან ურთიერთობაც, მით უმეტეს ახლა გაყიდვების შემდგომი მომსახურება, ანუ სერვისი ძალიან რთული სფეროა, ძალიან დაუფასებელია, ყოველთვის აი მე თვითონაც გაყიდვებში როცა ვმუშაობდი, აი ყველაფერი კარგი ჩვენკენ ხდებოდა და იქეთ აი რა ვიცი, ეგრევე ის იგივე მომხმარებელი შენგარო ბედნიერი მიდის ახალი მანქანით. აი რა რაც არ უნდა დაემართოს, რაზეც არ უნდა ეკაკუხილი და რა ვიცი, სტორმი. ნებისმიერ რაღაცაზე მოდის შედარებით უფრო ცოცხასიაზე, იმიტომ რომ სუზეთი შეცლოც რო გიწევს ახლა ისეთი ბედნიერი ვერ მოხვალ, იმიტომ რომ ჯერ ერთი თანხმობა დაიხადო და დაელოდო და წაიყვანო იგივე მანქანა, ხო? და სადა ახალი მანქანა რო გაყავს და რომ მოდის ისევ შენთან აქვს უფრო რაღაც პოზიტივის ახსენდება, ის ყველაფერი გელაპარაკე. პრობლემა აქ იქ შენთან მოდის და ის ხალხი, ვინც ამ ზეთზე და ასე ვთქვათ, დამტრეულ მანქანებს და საგარანტიო მანქანებს აკეთებს, ისიც ხო ძალიან შრომობს, არ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად შრომობს რა ვიდრე შენ რა. ბევრად და აი 100 ჯერ ნაკლებ აღიარებას იღებს რა. აი სერვისში რო შედიხარ და მაგ ყველაფერს ეცნობი, აი ძალიან რთული არის რა მან მუშაობა, აი ფაქტობრივად კმაყოფილი მომხმარებლის ყოლა ისეთივე, როგორც გაყიდვებში ყავს ყველა, აბსოლუტურად თითქმის შეუძლებელია. მაგრამ ნუ აი ამ ყველაფერს რა ვფიქრობ, რომ ვახერხებთ, რომ სერვისზეც არ ყავს ეგეთი გაბრაზებული ხალხი,
ძალიან და პრიორიტეტში ვაყენებთ ყველას, რომელიც რეკავს ხოლმე მეჩქარება და მალე და რაღაცა ვცდილობთ რომ თუ შანსია იქნება მივიღოთ. დღეს ყველას ეჩქარება. ხო, ანუ ესეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება რა. ხო, იმას მინდა გაუსვა ხაზი რა, ეხა ფრონტი და ბექი კარგად გაყო რა და ამათი სტრუქტურიდან გამომდინარე ფიზიკურად ეხა ფრონტი იგივე გაყიდვები რო ავიღოთ და ბექი რომელიც რეალურად გაყიდულ პროდუქტზე რაღაცა უზრუნველყოფას უწევს, ხო? თეგეტას შემთხვევაში, ხო? ანუ ერთი ტიპი ვერ იქნება ვერც შემთხვევაში რა და არის ეხა ბიზნესები, სადაც ფრონტი და ბექი, ანუ after sale-იც ერთი და იგივე ტიპი შეიძლება იყოს რა, ჩვეულებრივად და ამ ტიპის გავლით ხდებოდეს. აქ გაცილებით მარტივია, რატო? იმიტომ რომ ნახე, მე მივყიდე პროდუქტი რეალურად და რაც მე ველაპარაკე და ვუთხარი, იდეაში კონტრაქტის მერე მიწევს ამ ყველაფრის დამტკიცება, რომ აი ესეა და მე ვარ ამ პროცესში ჩართული. მარტივია, მაგრამ ნახე, ამათ შემთხვევაში როგორი ცუდი ხიდი არის, ნახე, მე გავყიდე პროდუქტი, როგორც sale-მა ფრონტმა, მე ამან მოიყვანა მანქანა გიორგისთან სერვისში და ხვდები, გიორგის უწევს, რომ ფაქტიურად ეხა იმ ხელა სამუშაო ჩაატაროს, რომ მე ლაშამ რაც ვილაპარაკე პირობითად ფრონტზე, გიორგიმ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ყველაფერი ესია, ანუ ხო, ხვდები? თან ისე რომ მადლიერიც არავინ არ წერს. ხო, რა, ხვდები, ანუ საკმაოდ რთული, ანუ ფაქტიურად ამ სერვისმა, კაროჩე უნდა გაამართლოს ის, რომ ფრონტმა გაყიდა რა. და კარგად გაყიდა და კარგი გაყიდა რა, ძალიან რთულია რა. პოტენციალურად ისე შენი მოხმარებელია რა. ხო, რთულია, საკმაოდ რთულია. შენთან უნდა მოვიდეს და მეტყვი ეხა ყველაზე კაი, ერთ-ერთი ყველაზე კაი მეთოდი ეგ არის, რომ აი მაყოფილ მოხმარებელს როცა აგროვებ. ყველაზე დიდ რეკლამას ალბათ ეგ აკეთებს, იმიტომ რომ ეხა როგორც წეგან თქვი თბილისში, რა ვიცი, ყველას იცნობს და აი ერთი ადამიანი რო იტყვის, რა ვიცი, 10-20 და 30 კაცი გაიგებს ხო და ეხა იმ 30-დან მე კიდე და კარგ სიტყვით უცულს, აი ესე ვრცელდება რა და ცუდი მით უმეტეს. ვიღაცა რო იტყვის, რომ მე მყავს ეს მანქანა და აი რაღაცა სერვისი არ მაქვს პრობლემა, იაფი სერვისია, კარგი ხალხი დამხვდა პერსონალი, მანქანა მაგარია. ისა ჩათვალე რომ ის იძახის რაზე, იცი? აი რატო ფასობს ადამიანის სიტყვა, რომ როცა ეხა მე ვიძახი ამას, ყველა მიცის რომ იქ მუშაობ და ამაში რა ვიცი, ხელფასი მაქვს და ჩემი მოვალეობაა და ეგრე უყურებენ, ხო? როცა შეიძლება საერთოდ არ იყოს ეგრე, მაგრამ როცა ეხა შენ აი საერთოდ უანგაროდ და საერთოდ უბრალოდ იძახი ეწფელი გულით, რა, არც იმ კომპანიაში საერთოდ რა ვიცი, ექიმი ხარ და იძახი რომ ვიყიდე ჯილი, რა ვიცი, ძალიან ეკონომიურია, მაგრად დადის ლამაზ ეს. ყველა იძახს ვარ. ესე იგი მართლა ეგრეა, ხო? კი არის ხალხი რომ ყველაფერს თავისას აქებს, მაგრამ მაინც ეხა ითვლება რომ შენ რაღაცა გამოცადე, ექსპერიმენტი გაიარე და ხო, ივარგე ხა მე რატომ უნდა დავტესტო, ხო? წავალ და აგერ, რა ვიცი, ჟანამ რაც დატესტო, იმას ვიყიდი რა. და ეგ მუშაობს ყველაზე მაგრად, მაგრამ შენ თუ სერვისზე ვიღაცამ გაგაბრაზა, უკვე ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია, იმიტომ რომ შენც აღარ იყიდი რა. საკმაოდ ბევრ რაღაცაზე გვიწევს ზრუნვა, იმიტომ რომ არსებული მოხმარებლების შენარჩუნება და იმ რა ვიცი, ანუ მანქანა გაყიდო და რაღაცა იქ თანხა მოუგო და აბა всё ფული დაგვრჩა და კარგად იყავით, არა ეს არის აი უწყვეტი პროცესი არის რა, აი უწყვეტი და აი დაუსრულებელი, საერთოდ აი ბიზნესი ვერ ამოწყრო, თანაც არ არის ისეთი რომ რუტინა იყოს ყოველდღე ერთნაირი, ყოველდღე სხვადასხვა რაღაცას იცნობი რა, აი წელი არ გავარო, თქვა აი ალბათ რა შეიძლება კვარტალი არ გავიდეს ისე რომ არ თქვა რომ აი ესეთი რთული დღე არ მქონია, ესეთი უცნაურად რთული დღე, ესეთი გამოცდილება არ მიმიღია, აი სულ იზდები რა. სულ აი ესეთ რაღაცას გადაეყრები რომ ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, მაგრამ ხდება რა. ეგეთი სიტუაცია. ნახე, კომერციული დირექტორი ხარ. რეალურად დღეს შეგიძლია შოურუმში დადგე და მანქანები გაყიდო? კი, და შვევით კიდეც ესე რა. მთელი დეკემბერი ახლა საერთოდ თითქმის არ შევსულ ვარ შიგნით. ჩვეულებრივ. ანუ გარეთ ყავ გამოსული, ჩვეულებრივ ფრონტზე და ყიდიდი. ჩვეულებრივ მეც და ჩემი კოლეგებიც, რა ვიცი, ჩვენი სხვა დირექტორები, სხვა კომპანიისაც კი ჩვენთან თუ მოდიოდნენ და შეატყობდნენ. კი არა მეტიც აქვს სხვაგანაც რომ მივიდე და დავინახო რომ ვიღაცას, აი რა ვიცი, ნებისმიერ სხვა ბრენდში წავიდე, თქვა რა ვიცი, ბოლოს ცენტრში სიტყვაზე. საერთოდ არ ვეტყვი, არავის გამოველაპარაკები რა და ეხა უკვე თუ თანხის გადახდაზე მიდგა საქმე, ხო? მე გადავაბარებ უკვე ადმინისტრაციულ და რაღაცა ფინანსურ საკითხებზე. ჩვეულებრივად შეგიძლია რომ აყვე ყველას რა. თან უფრო კაი პოზიციაც არის ხა სადღაც რომ გაიჭედო ეხა უკვე გაყიდვების მენეჯერიც აღარ ხარ უკვე და თუ ამ გაგჭედა რაღაცა კითხა და არ იცი, ვიტყვი რომ აი ვიცით მე საერთოდ გაყიდვებში არ ვარ და ამ დროს კი პირიქით უფრო
ტიპს უფრო ევასები მიხდი, რომ ვაფშე არ არის შენი საქმე, მაგრამ რავი, გაგისტორდა და ამ ტიპს ებაზრები რა, მორჩა რა. ეგეც ერთგვარი ტაქტიკა არის რა. და მე უფრო ვიბოდიში და ხო ხდება მე უკვე გაყიდვის მენეჯერს, ამ თავარი არ გავიდეს რა შოურუმიდან და ეხა დეკემბერი მithumet ესეთი პერიოდია ნოემბერიც რომ აი რაღაცნაირად ხო ხდები სულ ხალხი მოდის და ანუ მაღალია და იანვრიდან ასე სეზონურია? ხო, ну, ჯამში არის სეზონური, რა თქმა უნდა, არაპროგნოზირებადია და ვერ იტყვი რომ რაღაცა, ყოფილა იანვარი ისეთი რომ ვაფშე რა ვიცი, არ ელოდები რა გახვალ რა ვიცი, 8 იანვარს და აი ხალხის წვენა არ ვარა, საიდან მოდის ეს ხალხი რო ვერ იგებ. ახალი წელი არ ქონდათ? მანქანაზე მოდის ტიპი, რა ვიცი, 3 იანვარს ხვდები რა, გაფორმება რო არ მუშაობს და რაღაცა. არის კოვიდის პერიოდშიც იყო ეგრე რომ აი 22 წელს რო აი დავიკეტეთ და ყველა რო სახლებში წავედით, აი იმ დონეზე მოთხოვნა იყო მანქანებს, როცა აი შაქარი და ის რო ჭირდა რაღაც სალფეტკები და ის მაგ პერიოდში ხალხი იმ დონეზე ითხოვდა მანქანებს, რაღაც საშვები ავიღეთ, გავხსენით ცენტრი რაღაც პერიოდი და შიგნით ვიყავით, არავის არ უშვებდით საერთოდ, კლიენტებს არ დადიოდა მანქანები რა, სულ რო გეთქვა, ვერ ვინ შემოვიდოდა, ხო მანქანა არ დადიოდა გარეთ, ჩვენ მქონდა საშვები და რაღაც პირბადეებით და იმით ევაკუატორი მქონდა ნაკირავები და უგზავნიდით სახლებში, ზოგს რავი, იმერეთში, ზოგს ბათუმში, ზოგს იწერდნენ მანქანას. ხო, მანქანას ანუ იწერდნენ და ჩვეულებრივად იმას შევავდნენ. რამე ხო უნდა იქნა მაგ დროს ხალხს, ხო ხდები და იქნება იყო. რა და მანქანების და მე წამოვიდა გაყიდვები, ხო რაღაც ძალიან საინტერესო პერიოდი იყო რა მაშინ თან. რაღაცა ჩიპებზე იყო დეფიციტები კოვიდის დროს, რაც რა მანქანის აგებულებაში და ატყობის დროს იყო საჭირო და რაღაც ეს დეფიციტო ეგრევე მოთხოვნა გაზარდა, აი ხალხი რო კურს მოკრავდა რომ აი ეს რა არის და ხო ხდები რაღაცა ამ პარტიის მერე ან იქნება ან არა. აი აბა მე მინდა და რაღაცა აი ამ ტაქტიკით რა ვიცი აი აი რა გასოს ერთ პერიოდი მანქანა კიდე ხო რაღაცა ისეთი რომ არ არის სიტყვაზე ყოველდღიურ ცხოვრებას ყველა საჭიროა. ან ეს ეს ტოილეტს ხარ. ხო, ანუ მაგ მაშინ იყო ძალიან ცუდი ის იყო. აი მაგ პერიოდში ამბობ ზუსტად რომ და მე საერთოდ უკვე რომ საშვები და იმის გარეშე დადიოდა ხალხი, რავი, ძალიან მართიანობა ძალიან იზრდებოდა. ხო, მაგას ისე პროგნოზს ვერ გავუწევ, თუმცა დეკემბერი ყოველთვის იცი რომ ძალიან ისეთია ტრაფიკი ძალიან მაღალია დეკემბერში. დეკემბრისთვის ცალკე აი საქართველოში ვიცი კომპანიები, რომელიც მთელი 11 თვე დეკემბრისთვის ემზადება რა. მართლა, ჩვენ ახლა ესე არ ვართ, მაგრამ ჩვენც, ანუ არ ვართ რა, ჩვენც ეგრე ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო დეკემბრისთვის არა, მაგრამ ვიცი რაღაც ძალიან დიდი გიგანტი კომპანიები, რაც აი მთელი 11 თვე მუშაობს და ემზადება იმისთვის, რომ დეკემბერში პირველი რიცხვიდან აყავთ კადრები, დაახლოებით ალბათ 500-დან 600 კადრამდე იმატებენ მარტო დეკემბრისთვის და რა ვიცი, თითქმის მთელი 11 თვისას იღებენ ზაიდან რა. ფიან კადრებზე მაგ ლაპარაკი. იანვრიდან ისე უშვებენ რა. იტოვებენ ვინც ყველაზე მეტი გაყიდა. თქვათ ერთი ფილიალი 3-4 კაცს დაიტოვებს. გადარჩევას აკეთებენ პარალელურად. და ამ 4-დან ვინც ყველაზე მეტს გაყიდის, იმას მე იტოვებენ ან რა ვიცი, სტაჟიორად ან არ ვიცი, მოკლედ სხვაგან უშვებენ ან რაღაც რა. ხო, და ამიტომ დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესში. ხო, ხალხი თვითონ რა ვიცი, ხალხიც ისეა, რომ ყველას რაღაც დეკემბერში უნდა ახალი წელს რაღაც ახალი კონდეს და ანუ მანქანის გაყიდვისთვის ზოგადად დეკემბერი არის ყველაზე უკეთესი თვე? ყველაზე მეტი გაყიდვები მანქანების არის დეკემბერში. ოკეი, ყველაზე მეტი. ლოკალური. საქართველოს ბაზარზე ესეა, ხო, ნუ უცხოეთშიც ესე არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა გულისხმობ, ეხა შეიძლება ჩამოყალიბ მანქანებზე ესე არ არის ალბათ, რა ვიცი. ვერას ვაკვირდები, თუმცა ისინი ძალიან ბევრს ყიდიან რა, ჩამოყალიბზე მარტო ის ხო არ არის, შეიძლება რაღაც სულ ახალი ჩამოიყვანოს, ყველა შეუკვეთოს და რა. კი. ცენტრში, აი ეს ავტოსალონებში ძალიან დიდი მომართვიანობაა დეკემბერში რა. თუმცა დროიციან რომ იანვარში რაღაც უფრო მეტი დღე დასვენება, ის გაფორმება არ არის. ო, შეიძლება წინასწარ ეწერებიან და ამერიკა ავტოსფეროში ძალიან ის არის, რომ იანვარი, თებერვალი, მარტი უკვე ხალხს წინა წლის მანქანა აღარ უნდა და ხო ხდები, ანუ იგივეა ყველაფერი, მაგრამ უკვე ხო ხდები, უნდა რომ იმ წელს იყიდოს, რომელიც წელსაც არის და მე მთელი ეს იანვარი და თებერვალი ეს წინა წლის ვითომ ძველი მანქანები რთული გასაყიდია რეალურად. და ეგეთი მეორე სირთულეები არის ხო? ხო, ის პრინციპში ექსერტული იქნება ხარ რეალურად აქ მეორად მანქანაზე ხო არ საუბრობთ, ახალ მანქანაზე. მანქანა ხან წარმოიდგინეთ მანქანა რომ დგას საწყობში ეს ხო ეს არის რაღაცა იაფიანი პროდუქტი რომ
შეინახო და რაღაცა ერთი წელია გვადახო. ფაქტობრივად მალფუჭებადი პროდუქტია რა. მალფუჭებადია ძალიან რა. შეიძლება ესე არ გაგიფუჭდეს პირდაპირ ნიშნულად, მაგრამ რა მოგებას შეიძლება რა ვიცი. ფასკი გიგდებს ხო? პირდაპირ პროპორციულად. პირდაპირ პროპორციულად. ჯერ ერთი რაც დიდი ხანი გიყენია, უფრო ალბათ გაიაფება გიწევს თუ საკოლექციო და ისეთი მანქანა. ხო, ახლის ფასში აღარ გავიგე. მანქანაში თანხა გადახდილი და ფულის პროცენტი გაქვს და ყოველი თვე და ყოველი პერიოდი, ყოველი დღე რაც გადის თანხა გაყლდება რა. შეიძლება ჯამში რაღაცა $20,000 მეტად გაყიდო, ან $10,000 მეტად, მაგრამ მეორე რო დაგწევს. შეხედო, ხო, რო შეხედო, საერთოდ წაგება იყოს შენთვის რა. ამიტომ ხო გაყიდე მეჩი რა, მაგრამ მეორე გაგეწელა რა და პირობითად 6 თვის მერე გაყიდე რა. ფრემ შეჭამა შენი ზედმეტი 20,000 რა. ბონუსები. იმდენ მანქანას ვერ გაყიდე ხა, წელი დახურო ისე რომ საერთოდ მანქანა აღარ ყავდეს. ეგრეც რომ დახურო, ეგ კიდე უარესია. იმიტომ რომ მომავალ წელს უნდა ქნა, იანვარი, ფებრვარი, მარტი, ხო ისე მალე ყოველ ჩამოიყვან, რომ სანამ შენ ჩამოიყვან, სხვები გაყიდიან მანქანებს ეს ერთი. მერე კიდე შენ შეუკვეთავ კიდე ელოდების ამითვე მანქანას. და ნუ აი კლიენტებს კარგაო. შოურუმში ხალხი არ მოდის. ნუ აი ისე უნდა გათვალო ყოველდღე. ამათ მანქანა არა აქვთ რა, ძირითადად როგორც არის ხოლმე ფსიქოლოგია ადამიანის ერთხელ მივედი რაღაცის აყიდლად, მივედი არ დამხვდავ, всё. ან თუ ძალიან ბევრს დაახვედრებ, ხო, დიდი შანსია რომ ძალიან ბევრი თუ დაახვედრე, მაგონეჩი. ხო, არა, ვერ ყიდიან ჩაწოლილი ის არის ტავარი და თუ არ აქვს, აუ ამათ ხო არასდროს არაფერი არ აქვს. ანუ ერთხელ მოვედი რაღაცა არა გაქვს და всё, ანუ საერთოდ არა გაქვს რა. ხო, ნუ ფსიქოლოგია ადამიანის ეგრე მუშაობს რა. კიო, გულახდილ პასუხებს გვაძლევ, გაიხარე. ნახე, შენმა გუნდმა რომ 1-დან 10-მდე შეგაფასოს. რამდენს დაგიწერდი? არ ვიცი, ალბათ 10 დამიწერდნენ თუ მეცოდინებოდა რომ მეც ვიცი. თუ ეცოდინებოდათ რომ არა, თუ ეცოდინებათ რომ მეც უყურებ, მაგრამ შემაფასეს ხო ხტები რა. მაგრამ თუ ძალიან სუპერ ანონიმურად ხარ, რა თქმა უნდა, მაინც მივხვდები ხო? ეხლა ხელა გუნდი არ არის რომ ვერ გაიგო ვინ რა სიტყვის, მაგრამ არ ვიცი ხო, გუგლის სიღრმეში რა თქმა უნდა, ეკნებათ ის რაღაცა არ არსებობს რაღაცა ჩევები და მითითებში რა წენებიც ალბათ რომ რასაც ისურვებდნენ რომ სხვანაირად იყოს, მაგრამ ჯამში არ ამგონია რამე ისეთი თქვან და იფიქრონ რომ რაღაცა არ მოწონდეთ რა, არ მგონია, იმიტომ რომ რაღაც ხო ისე ძალიან მეგობრულად ვართ და ისე რა, ყველასთან ფაქტობრივად ხო სამსახურში არ ყავს ისეთი, ვინც რაღაცა ხალხს ნერვებს უშლის რა. აი ისეთი ბევრი მიდის, უბრალოდ ბევრი წასულა, ძირითადად შემთხვევაში 1 და 2 თვეში წასულა რომ მოსულან, არა იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ ცუდი ტიპები ვიყავით, ხო რაღაცა ვერ შეეგუა გარემოს და სხვა ტიპაჟია რა. აი მსგავსებასაც ბევრს და ხო აი გუნდი სადაც არის საერთოდ ყველა ერთმანეთს გავს თითქოს რა. ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ ყველა რაღაცნაირად ერთმანეთს უთმობს რა და არა რაღაცა ვინც ლიდერი ვარ, შენც ლიდერი ხარ და აბა დავიტაკოთ და რაღაც. აი მანდ არის კონფლიქტი. ხო, ყველა ერთ როცა ეს ეგოსის მომენტი ჩაქრება რომ აი ჩემზე მაგარი არ უნდა გამოჩნდე, მე საქმე კეთდება კარგად რა. საქმე რო კეთდება კარგად, ყველა გამოყოფილია. აი ეს არის პრინციპი რა. ეხლა გადავიდეთ სტრატეგიების თემაზე. სტრატეგიების გულისხმობ ხალხად კი არა, უცნობია როგორც ხომ, მაგრამ ნაკლები ჩაშლა რომ დაჭირდება ესეთი კითხვა და ახლა. პირველი. რამდენჯერ მოგიტყუებია კლიენტისთვის რომ შეიძლება. კონკრეტულად ერთ კლიენტზე. აი რა ვიცი, წეგანაც თქვი, ტყუილით არ მომიტყუებია ისეთი რა. თუნდაც კეთილი ტყუილი, რომელიც არ არის. მაგრამ ხო, მაგას ამბობ, ხო, ეხლა კეთილი ტყუილი რა თქმა უნდა, რავი, ბევრჯერ მithქვამს, რავი, ვერ გეტყვით რამდენჯერ. ძალიან ბევრჯერ. როგორებიც არის შეიძლება იყოს რომ რაღაცა მანქანაში შემოდის, ვიცი რომ რაღაცა ორ კვირაში, მაგრამ ვეუბნები რა, ვალზე, ეგ სიტყვაზე. ვალზე რა თვათესე რა. ჩვენი გაყიდვების სენია ზოგადად ეგ რა, ანუ ტყუილი რა თქვა, მაგრამ არ უნდა აღვნიშნო სამად. ანუ ხო, პირიქით უთხრა რომ რაღაცა არ უთხრა რომ მალე შემოდის, მე რომ მე გაახარო სიტყვაზე, ან უყვანო რომ დამზადებული დაახვედრო, გაიტყოს გულს. ან პირობითად მანქანას არ ვიცი რაღაცა ეხლა როგორც თქვი რაღაც ისეთი არ თქვა, რომ რაც იცი ჩაშლის დილს რა, ყოველდღე რომ რაღაცა რავი სიტყვაზე იცი რომ აი ეს ადამიანი კითხავს რაღაც მანქანას როგორც კი იყიდის, კითხავს კიდე რაღაც აქსესუარს, რაც უეჭველი დაჭირდება, მაგრამ თავიდანვე თუ კითხა არ უნდა აკითხი რა მოკლედ რა. ხო ხდება ზუსტად. ეხლა საბურავი ძალიან ისეთი უსაფრთხოებას დაასოცირდება და არა, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ რაღაცა ეგეთი რომ
მანქანა იყიდეს და აი არ მაქვს ეგზომა საბურავი რო უთხრა შეიძლება მანქანა აღარ იყიდეს, მაგრამ დამთავრდეს ხო? ხო, იმას კი არ ვრო ეთქვი რომ მაქვს, აი უბრალოდ ეცდები რომ აი მაქსიმალურად აი მოხდები. თავიდან ხონდათ აი, რაღაც მაგ თემაზე 99% მაქვს. საწყობში 99% მაქვს. ხო, 100 არ არის. მიხვდი? კი, ხო, აი გადავამოწმე. გაიყიდა. ეგეთი რაღაცა ხშო გადავამოწმე. ანუ მოსულა ეგ რა. რაღაცა ესე რა თქმა უნდა, აი შეიძლება უთხრა რომ აი თქვენთვის რაღაცა ჩამოვიყვანეთ კონკრეტულად ეს სიტყვაზე, ან რაღაცა აი ხა ეთლათ ეგრეც. ახლა მაგითი манипуლირებდა ახლა ეგოზე ეთამაშები და სტატუსზე ახლა ხვდები რა. ეგეც ილეთია ერთგვარი რა გაყიდვების ახლა ნუ მესმის რა. ხო, რა რაღაცები გიწევს ახლა ყოველდღიურად რომ დავფიქრე მილიონი გამახსენდება, მაგრამ ისეთი რამ რაცაც აღმოაჩენდა აუცილებლად და ცუდი იქნებოდა არასდროს რომ რაღაცა მანქანას აქ მაგალითად და არ ქონია. ეგეთი რაღაცა თუ ვიცი რომ მანქანას რაღაცა არ არსებობს არ მოაქვს. ქონია ეგეთი წარე გამოცდილება რომ მეგონა რომ ქონდა და არ ქონდა. კითქო უთხარი და ხო ერთ კლიენტს ადრე ძალიან ახალი დაწყებული მქონდა, მაცივარი თუ აქვსო და ვიცოდი რომ ქონდა რა და კითქო უთხარი და უკვე რომ იყიდა ფული შეიტანა და რა გაყავდა ეს მანქანა, ანუ არ ქონდა მაცივარი. მაცივარი? და ბოლოს მე რატომინა მე მანქანა თუ მაცივარი არა. არა, მოდი ხარ ტექნიკის. მაცივრის გარეშე, მაცივრის გამო ვიყიდეო რა. აქ ტექნიკის მაღაზიის რეკლამა შეიძლება გაუშვა. შეიძლებოდა. შეიძლება. გიორგი, გულწრფელად გადაგებში ეთიკა უფრო მნიშვნელოვანია თუ შედეგი? ეთიკა რა, მე ალბათ ეთიკა ხო, შედეგი. მოგითხარი შედეგი საბოლოო არ არსებობს რა ხო. გაყიდვას თუ ეძახით შედეგს ხო, მაგრამ როგორც წეგან თქვით, აი მოდის მე ხო უწყვეტად გრძელდება და ეხა აქ შედეგზე მარტო ორიენტირებული იქნება. ალბათ ჩემთვის ეთიკა რა. უფრო მეტად მაგორი და რა თქმა უნდა ეცადო რომ ისე რომ შედეგის გარეშე აზრი არა აქვს, მაგრამ ჯობს რომ ეხა თუ შედეგი არ გექნება, ეთიკური მაინც დარჩები რა. დღეს თუ არა ხომ მაინც გექნება ეს შედეგი რა. ერთჯერადი გათიყო ეგ იგივეა რომ ერთჯერადი გაყიდვა და ეთიკა რა. ანუ ერთჯერადი გაყიდვა, ოკეი, გაყიდე ერთჯერადად, მაგრამ ის რომ იმან დაგიკარგა ტიპი, ხო? ანუ ის არ იტყვის რომ აი კაი პროდუქცია წადი იყიდე რა და პოტენციურად ერთი მომხმარებელი ნიშნავს 5 ახალ მოყვანილ მომხმარებელს რა. აღარ მახსოვს რომელიღაცა თქვა ტრეისი იყო მე მგონი თუ ვინ იყო აღარ მახსოვს მოკლედ ერთ კლიენტს შეუძლია ერთი პროდუქტი კი არ იყიდოსო ერთი კლიენტი ჩათვალეო რომ შენგან ყიდულობსო 5 ჯერ პროდუქტსო ოღონდ სხვადასხვა სახითო რა ხო და წარმოგიდგინე ხა ეს ერთჯერადი გაყიდვა ზუსტად რა და ის ეთიკა არის გიომ რას თქვა რომ ეთიკა რა ანუ ბაზარი არ არის შემირჩევნია გაყიდო ერთი ეთიკით და არა 10 ეთიკის გარეშე რა, იმიტომ რომ ის 10 ჩათვალე რომ იმაზე მეც გავნებს რა. ერთჯერადი გაყიდვა და გრძელვადიანი თანამშრომლობა რა, მარტივი თემა არის რა. შენ სამუშაო ისტორიაში და გამოცდილებაში ყველაზე ძვირიანი რაც გაგიყიდია. ანუ რაც თანხა რაც დაგიდია. აი ეგ თანხა მართლია და ის თანხა. ნუ ხა მაგას ხა იმისთვის ვინც იყიდა ღირდა რა. ალბათ იმაზე ნუ ერთი ხა მანქანას ესე ისეთ ვიღებულს ვერ ჩამოვთვლი რომ რაღაცა ან ის იყოს ყოფილა რაღაცა რამდენიმე მანქანა ბევრი ერთად რაღაც მილიონზე მეტიც ყოფილა ბევრად მაგრამ ერთ შეიძლება ერთ ტიპს დაეყვანა მაგრამ ერთი მანქანა ალბათ 350 300,000 ალბათ ეს 300,000 250 ვაგიოში რა. ლარი. ერთი მანქანა, ხო. მე სადაც მუშაობდი, ხო, ისეთი მანქანები არ ყოფილა, რომ რაღაცა $100,000-ზე, €100,000-ზე მეტი ყოფილიყო რა. ოკეი. ერთჯერადად რო ვთქვათ რა. და მაინტერესებს კიდე თუ გაგიძვირებია პროდუქტი იმის გამო, რომ იცოდი რომ ის უძველი იყო მაგას. ნუ ესე არ გამიძვირებია, იმიტომ რომ როგორც წეგან თქვი, საქართველოა და სადღაც მაინც გაიგებს ვიღაცა რომ ვიღაცა მიაქვთ იყიდა ვიღაცა ნაკლებად, ეხაც თუ რაღაცას ფას ვიტყვით ხოლმე, ვცდილობთ რომ საერთოდ არავის დავუყოლოთ იმაზე ყვევით, იმიტომ რომ არა იმიტომ რომ იყიდება ან რაღაცა. იმიტომ რომ ეხა იმაზე ძვირს ვინც გადაიხდის, აი შეიძლება ვიცოდე რომ მართლა ეხაც გვაქვს ეგეთი кейსები, რაღაცა $10,000 მეტსაც აიტანს ეს რა, მანქანა და კლიენტი, მაგრამ ანუ არა, იმიტომ რომ ერთი არაეთიკურიც არის და მე აუცილებლად გასკდება ეგ ამბავი. და
ერთ სოფისური გიზავს, მაგრამ უბრალოდ და ტეხავს რომ აი ვიღაცა და აგვიმე და გადაახდევინე ფული, მეორე ხა მით უმეტეს ხა თბილისში ძალიან ბევრი ისნობს ერთმანეთს და რაღაც ამბობენ რა მიეცი და ყველა მაგას ეკითხა ხა მე და შენ რო ყავდეს ერთნაირი მანქანები აი ტელეფონები თქვა ხო რაღაცა რო გამოდის ეს ახალი iPhone-ი ხო ეუბნებით ერთმანეთს სად იყიდე რა მიეცი ამდენი თუ გავიგეთ რომ ერთნაირები გვაქვს მე რო ვინც იაფი მისცა ისა ხო ხდები ხო და მიდის ეს და ხა ეს ელექტრო იმეების ასე ვთქვათ რაღაცა ელექტრონული ტელეფონების და ამების დილერი ხო ხდებით ძალიან ბევრია და სადუნაეძებო კლიენტი იქ ხო მაგრამ ჩვენთან როგორ არის მოდიხარ და ანუ სახელით და გვარით ცნობ ყველას გაყიდვების მენეჯერსაც და ვერ დაიმალები ანუ რომც დაიმალო აი როგორ ერთი community-ა რა ცალკე ვინც ეს ავტოსალონებში ყიდულობს მანქანებს ყველა იცნობს რა ყველა ცენტრი ყველა ის და შენც ახლა ყველა სახელი გვარი მე რა ვიტყვი ხა სად იყიდე ეხლა რა ვიცი რა თქო ჯილი ყავს ხო ერთი დილერია ჯილის და სამი გაყიდვების მენეჯერი თქვა თუ 4 ხო რა ხო სად იყიდე ხო არც კითხულობ რა პროსტა ჯილია რა მიეცი მორჩა უკვე იცის რომ აღმაშენებს ხეივანზე იყიდე და ეკავს ეგრევე და არა სამი სეილი რო იყოს რა მნიშვნელობა აქვს ანუ ხო არ ეთქვი რომ ამ სეილმა ამას მეტი და ამ სეილმა იმას თქვენ რა ერთ კომპანიაში არ მუშაობ ერთ კომპანიაში და ფასი ეგ არის და ხა თუ რაღაცას ვაძვირებთ ვიძახით რომ ეს პროდუქტი გაცვლირდა ტიპი ან დავწერთ სადღაც და ეს რომ მე ტიპი რომ მოვიდეს და მე ვეთქვით რომ შენ იყიდე რა ვიცი ამ პერიოდში აგერ შეყო პოსტს ნახავ პერიოდი იყო ხო აქციო პერიოდი მართლა ისე სუფთად და ეგ უცხოა და მართალი რაც არის ისე მუშაობთ რა თორე ყოფილა ძალიან ვერჯერ აი რომ აი იცი რომ უეჭველი გადაიხდის რა მაგრამ ისიც იცი რომ უეჭველი გაბაზრდება ეგ ამბავი და არ გიღებს რა სხვათა შორის ბოდიში სანამ კითხვას დასვავ აი ხა დავფიქრდი და ნახე როგორი კითხვა გქონდა დასმული რა ჟან ნახე შეგნებულად გაგიძვირებია პროდუქტი იმიტომ რომ იცოდი კლიენტი მაინც გადაიხდიდაო რა უმეტესობა სეილების რა თქმა უნდა ისევ წინა კითხვას რო დაუბრუნდე ეთიკით არ ყიდიან ცხოვრება მოიტანა ეს ყველაფერი რა ცხოვრება მოიტანა გამოცდილებამ ის რომ პირობითად გაყიდვებს არასწავლიან ახლა მაგალითად უნივერსიტეტებში რო წახვიდე ხო ანუ ვირას გასწავლის პროფესიადაც არ არის ოფიციალურად ანუ ხელობა არის ანუ კლერკი ხარ რა ანუ ხო შეიძლება უნივერსიტეტს დაამთავრო და ექიმი გამოხვიდე ან ფინანსისტი გამოხვიდე ხო ანუ უნივერსიტეტს დაამთავრებ ხო მაგრამ აი გაყიდვების მენეჯერი როგორც ასეთი ანუ სტატუსი ხო ანუ ბაკალავრი ან მაგისტრი ხო ფიზიკურად ვერ განიჭებენ ხვდები კლერკი ხარ ჩვეულებრივი რა და ამას იძულებით სწავლობ ანუ შენი პრაქტიკიდან გამომდინარე ხო ანუ ველზე გადიხარ შენი გამოცდილებას იძენ და თან რეალობას ეჯახები ისეც რომ ზოგმა შეიძლება ისე დაიწყოს ეს გაყიდვების სფერო რომ მარტო სკოლა ქონდეს დამთავრებული ხო? ხო, შეიძლება არც ქონდეს სკოლა დამთავრებული, უბრალოდ გაუმართლა, დაიწყო გაყიდვებში, მოეწონა, ფული შოვნა და ვაიმე რა კარგია ამას, მოდი ამას, ესე გავყლიფავ ამას, ისე გავყლიფავ და ხალხს ადამდე მივდივართ იდეაში რა, მივდივართ იქამდე, რომ დღეს გაყიდვების მენეჯერს რომ გვეძახიან ყაჩაღებს, აქედან მოდის. ანუ ტიპს რომ პირობითად უნდა ვაშელში გადაახდევინო 1 ლარი და რომ გადაახდევინე 10 ლარს, იმიტომ რომ ვაიმე ფას არ უყურებს, ანუ ბაზარი არ არის მეორე დღეს მოგიტრიალდება და გეტყვის რომ ყაჩაღი ხარ, ხო? ყველა ეგეთი ხარ. აღარ მოვა რა. ხო, ყველა ეგეთი ხარ რა. და იმიტომ არის რომ დღეს ეხა მომხმარებელს რომ ურეკავდა რომ გინდა რომ რაღაცა შესთავაზო, ხო? შეიძლება ოქროს თავაზობდი, ანუ მოშენ მოდი, ახლა ოქროს ლოდი უნდა გაჩუქო, ხო? პირველი პასუხი არის არა. არ მინდა, არ მაინტერესებს. აი აქედან გამომდინარეა რომ არ აინტერესებს. დაშინებულია ხალხი რა. ხო, ან თავდაცვის მექანიზმი რო ურეკა უკვე ეგრევე, აი უკონტროლო. პოზაში გიდგება უკვე. არა, კარცალია. ვინახარ, რა გინდა? რატომ ირეკავ? ხო რა, აი აქედან მოდის რა, ყველაფერი თავი და თავი ეს არის რა, რომ არასწორი გაყიდვა რა. სწორი. ეხლა რასაც შეგეკითხები, მარტო ნუ შეხედავ ავტოსფეროთი და ავტომობილებიდან გამომდინარე. დღეს ახლა რეალურად თუ იცი, რომ უკეთესი ვარიანტი აქვს კლიენტს ბაზარზე, მაინც თუ გავიგე შენს პროდუქტს არა. კაი კითხვაა ძალიან. ხო, ნუ რა ვიცი. მიქნია ერთიც და მეორეც რა. ხო, ავტოსფერომაც კითხავ. ხო, ისე და სხვა სფეროშიც და სხვა სფეროშიც მიმუშავია და გაყიდვებში ძალიან ადრე უძლებში და მიქნია რა, ხა თუ ისეთ კედელთან მიხვედი, სადაც უკვე მართლა აზრი არ აქვს და მართლა გჯობნის ყველაფერი, ისედაც ხა
ყოლია ისეთი მომხმარებლები, რომ აი მართლა უკვე 1, 2 და 3 და ზოგს თვეებია კონტაქტები ისე, რომ მანქანა არ უყირია. დღემდე ყავს ეგეთი კლიენტები, რომ აი შეიძლება 2 წლის წინ რო ნალაპარაკები მაქვს დიდი ხანი და დღემდე რო კიდე არ უყიდია რაღაცა. პირველ რიგში ესეთი ტიპი არ უნდა აგზნობინო, რომ აგრესიული ხარ, იმიტომ რომ არავის არ უყვარს ესეთი კლიენტი, რაღაც 10 წლის მერე რო უნდა რაღაც სიყიდვა, ხო? ყველას დღეს უნდა. ეხმარები მართლა და ბოლოს შეიძლება მართლა ისეთი სიმპათიით განეწყო ამ ადამიანის მიმართ, რომ იცოდე ჯერ ერთი არ აქვს საშუალება რომ რაღაცა ის მერე კიდე რატომღაც გინდა რომ აი უბრალოდ ურჩიო რა რომ მოდი ოფისლორ მithkons აი ხა აი დაგწახვალ შენ აქვთ ესეთი აქცია ხა ჩვენ ამ სფეროში ვართ და უფრო ვიცით სად რა ხდება რა შეიძლება იმის for user სიტყვაზე ვაფშე არ ჩანდეს ეგ მაგრამ აი ვიცით რომ ან მithkons რომ რაღაცა მოდი ერთი თვე დაელოდე შენ აი ამას მიხვალ მე ამას ესე იზავ ამას იქ იმას დაურეკავ იქ იმას და მიხვალ აი ესე და არის 3 ცალი სიტყვაზე და ეუბნები ამ ფერმი და მოიცი კონკურენტზე მაქვს საუბარი შეიძლება რა მაგრამ ჩვენთანაც ყოფილა თუ ეხა მომხმარებელთან ისე ვარ რომ რაღაცა ის იქიდან ეხიშება და არგუმენტებს მეუბნება რომ რატო უნდა წავიდეს და იქ იყიდოს მაშინ არ მეტყვის მე ხვდები ესე იგი ჩემთან უნდა მაგას რაღაცის ყიდო და პროსტა უნდა ნახავაფერში ხო რატომებული რო იყოს მე რას მიმტკიცებს ხო რა ვიცი წავიდეს და თვითონ იყიდოს სიტყვაზე მაგრამ თუ ეხა მე ვიცი რაღაცა უფრო ხშირად თუ ვიღაცა აქეთ მეკამათება ალბათ იქამდე მიყვები სანამ არ დავამტკიცებ რომ ჩვენთან ჯობია მაგრამ თუ ტიპს ვატყობ რომ აშკარად აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა ფინანსურად ან რაღაცნაირად რა ფერი უნდა კონკრეტული და ჩემთან არ არის და უნდა ვაყიდინო რაღაცა წითელი სიტყვაზე როცა უნდა მწვანე და ვიცი რომ სადღაც არის და უფრო ცოტას მისცემს ან რაღაცა შეიძლება უთხრა რომ მოდი რა წადი და იქ იყიდე რა ხვდები რა ფერის გამო, ფერზე შემიცვლევინებია მე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ფერი არ მგონია რომ ეხა ისეთი მახასიათებელი ის გამოც კლიენტი უნდა დაკარგო რა. შეიძლება რაღაცა, ხო, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ შეიძლება რაღაც კონკრეტული მოთხოვნა ქონდეს, რომ აი რაღაცა და დაემთხეს რომ რაღაც გამიშვიეს სხვაგან, იმიტომ რომ მართლა იცი რომ რაღაცა გაჯობა დილში ვიღაცამ და მორჩა რა. ავიცი სხვა კურსზე გაქვს ნაყიდი და ძვირია შენთან რა, მორჩა რა. იმას მართალი შემოყვანილი ყავს რაღაცა. ან მithkons რომ ავი, შეიძლება უთხრა რომ ასე 20-24 წლის არის ძმაო, ან დაო რა ვიცი არის და რა ვიცი რა აზრი, შენ ხო გინდა რა ვიცი 4-4-ზე, ესა ეგ არის რა. თუ არ უყურებ წელს, რატო ისდი ამ 2 წელში, თქვათ ამ $5,000 რა. წადი და ურჩიო რა. ეგეთი ამბავი, მაგრამ თუ ეხა ჯობნაზეა, ხო ხდები, ვინ აჯობებს, ხო? ალბათ ხო. ვერ ვაჯობებს. ალბათ ესე მაგრამ. ხან ისე იქნება, ხან ესე იქნება. ხო, შენც გააჩნია როგორ ხასიათურა რა, ხო, ეხა თუ შენ ატყობ რომ იქაც ვიღაც კონკურენტი იქიდან კიდე რაღაცებს იმას შვება და შენზეც უდათ იმას შვება ლაპარაკობს და შეიძლება მე გაგიჩნდეს ეს გრძნობა რომ ანუ ვაფშე არ დავეხმარები იმას და აიმენო ჩემთან უნდა ვაყიდო. რა აჩნია რა. ერთ ფრაზა, რომელთაც კლიენტს აყვა. რაც ყველაზე მეტად გამოყენებაში გაგხდება. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ეგრე ერთი ფრაზა არ მაქვს. იქნებ ქცევა. ხო, ნახე. არ არის, რამდენი წელიწადია გაყიდვებში ხარ? რა ვიცი, დიდი ხანი 10 წელი ალბათ. 10 წელზე მეტი წელია, მეტია გაყიდვებში ხარ. გაყიდვები ხო იცი პრაქტიკაში, საკუთარ პრაქტიკაში რაღაცას ვამოღამებთ ხოლმე, ისეც რომელიც ჩვენია და არ მეორდება, ვერ გაიმეორებს ტიპი რა. ვერ გაიმეორებს კი, ანუ აქვს ესეთი ის სიტყვები ალბათ ეხა ალბათ ყოველდღე ვიმეორებ, მაგრამ ეხა ვერ ვიხსენებ. ალბათ რა. ან არის რომ შეიძლება კონფიდენციალურია და მაგრამ ხო, არა, ნუ. სხვა მაინც ვერ გაიმეორებს. გიორგი შაქარაშვილს ვერ გაიმეორებს ვერც ერთი ზეი. არ ესე არაფერი არ მაქვს დამოღა, როგორც ყველას ერთნაირად ვერ ელაპარაკე, მაგრამ ჩემი სიტყვები მაქვს, რომ აი ზოგჯერ დაჟე რომ ვამბობ ხოლმე აი რომ ახსენდება ყოველი ჯერი როცა მithქვია ეგ სიტყვა შეიძლება დღეში რაღაცა 10 ჯერ თქვა რაღაც წინადადება რა რომ აი ეს კონკრეტ რაღაცა თქვა რაღაც სიტყვების წყობა რა თქო ის რომ ეხა ყველას ერთნაირად ველაპარაკო აი ან რაღაცა მანერები რა თქმა უნდა ეხა ერთნაირი მაქვს ალბათ სხვები უფრო ამჩნევენ სიტყვები ესე რაღაც დამოღამებული არ მაქვს რომ აი რაღაცა ალბათ ხშირად არის რომ ისეთი მომხმარებელი რომელიც ცოტა გაღიზიანებულია და რაღაცა ყოველთვის ცალკე გავიყვანო რა. მორჩა. ან თუ ვატყობ რომ მაგისტრის ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა ერთი-ერთზე ელაპარაკო და აი მე დირექტორს ითხოვს და რაღაცა, აი რაც არ უნდა ისეთი ტიპი იყოს, აი
ჩემთან შემოგძანდით და აი ხო ხდები რა ვითომ გაიყვანე ეგო მოფხანე ხო ვითომ რაღაცა ძალიან ისქენი რა ქვია შეიყვანე და ოთახში დასვი და მართლა რაღაცა სპეციალურად მიუვდები და თავი აგზნობინე რომ რაღაცა ის არის რა ეგ ჩემი გავიტანე დირექტორამდე მივედი ოკეი ის კი არის რომ უარის დღეში აღმოჩნდი ხო ანუ ხო რა მოკლედ ეს რა ლაშა შენი ფრაზები რა არის რაც ხაბადარა გადახოს დავაკეთე იცი რა ძირითადად მე ყველას ვეუბნები ხოლმე რომ ჩემი copy paste არ გააკეთო ხოლმე მარტო ჩემი კი არა ანუ ნებისმიერი sales copy paste ვერ გააკეთებ რა იმიტომ რომ ნახე ყალბი იქნები ყველა ვარიანტში რა ეხა შეიძლება გიოს უყურო პირობითად ერთი კვირა წავიდე და დავაკვირდე გიო როგორ ყიდის ხო და ეგრევე დავამუღამებ ყველაზე ხშირად რას იყენებს ხოლმე და იმიტომ რომ არ არსებულია რა ანუ კლიენტს რო უყურებ უკვე ანუ რამოდენიმე ტიპის კლიენტია რა და რო შეაფასებ უკვე როგორი კლიენტია უკვე ზუსტად იცი რა ტაქტიკით უნდა მიუდგე რა როგორ უნდა მიუდგე საიდან უნდა დაუწყო რა და ერთი კვირა მართლა მეყოფა რომ პროსტა გიორგის დავაკვირდე და ვნახო სხვადასხვანაირი ტიპის კლიენტთან როგორ მუშაობს რა და მსგავსება ყველა პონჩია. არ არსებობს მსგავსება რო არ იყოს, თუნდაც დიალოგის დაწყების რა. ხო და მაგიტო რა ბევრჯერ მქონია რა, რომ აი ჩემი გუნდი ეხანდელიც და აქამდეც გუნდიც სულ მეკითხებოდა რა, ანუ სკრიპტი დამიწერე რა. და დღემდე მაქვს პროტესტი მაგაზე, რომ სკრიპტი არ უნდა დაწერო რა და ამაზე მაქვს გასამართლებელი საბუთი რატო არ უნდა დაწერო სკრიპტი, იმიტომ რომ ნახე ჩვეულებრივი რობოტი იჩითები, რომელსაც დაუწერეს ტექსტი და გამარჯობა ლაშა ხურციძე ვარ, გირეკავ ამ კომპანია და come on, ვაფშე არ მჭირდება რა. ჯერ რეკავ და წარმოიდგინე რეკავ ტიპთან, რომელიც საერთოდ არ გელოდება, არ უნდა არის ის ვინა ხარ, ვაფშე რატო ურეკავ და წარმოიდგინე პირდაპირ მოდის სამი ნეგატივი ეგრევე რა. ურეკავ და არ უნდა რომ დაურეკო. ეუბნები რომ გამარჯობათ, სახელი გვარი ესა და ესა ვარო, რაში მაინტერესებს ვინა ხარ და მე მესამე ეუბნები რომ ამ კომპანიიდან ვარ. ოკეი, რაში მაინტერესებს საიდან ხარ კიდე ერთი და კიდე მეოთხე ისევ რომ მინდა რომ პროდუქტი შემოგთავაზო. ანუ აი მინდა მართლა გრამაფონშია რა. ხო რა, ხო ხტები და ანუ ამიტომ ნახე სულ ეუბნები რომ არა, ნახე შენ ლაშა ვერასოდეს ვერ გახდები რა, შენ გიორგი ვერასოდეს ვერ გახდები რა. ანუ ლაშამ საკუთარი სტილი ჩამოაყალიბა, გიომ თავისი სტილი ჩამოაყალიბა, აი ბრაიან ტრეისი ამანას თავისი სტილი ჩამოაყალიბა და ხო უნიკალური ტიპი ხდები, წლების განმავლობაში ხდები უნიკალური ტიპი რა, რომელიც თავისი სტილით, თავისი გამოცდილებით და თავისი პრაქტიკაზე დაყრდნობით ყიდის რა. ხო და ვაუ ეხა ჩემი ეხა მაგალითად ეხა გაბრაზებულ ტიპთან ძირითადად ვცდილობ ხოლმე რომ აი როგორი რაღაცა გავაკეთო ის ცალსახად ეგოზე მუშაობ ხოლმე და ხო ყველა ვარიანტში ვცდილობ ხოლმე რომ აი ეგრევე ბოლი გამოვაშვებინო და აი შევეცადო როგორ იცი ან უფრო ვამწარებ ხოლმე ვცდილობ უფრო ვამწარო ხოლმე რომ უფრო მალე დაიცალოს და უფრო მალე შევძლო რომ ის დავამუშაო ისე როგორც საჭირო არის რა ძირითადად ჩემი ტაქტიკა არის შედარებები რა ვცდილობ ხოლმე რომ მივიყვანო შედარებამდე. ანუ ტიპმა თუ დამიწყო მე უკვე შედარებებზე თუ ამყვა, მაშინ ცალსახად უკვე ის იწყებს კითხვების დასმას რა და ის თუ კითხვებს გისვავს უკვე შენი პროდუქტი ცალსახად დაინტერესებს და ეგ ნიშნავს რომ აი მანდ არაფერი არ უნდა შეგეშალოს, იმიტომ რომ ფულამდე მიდიხარ უკვე რა. მაცი ვარ არ პროგრამისტებს რო რა. ხო, მანქანას. ეგეთ რაღაცები მეც სამში და ხდება და რაღაცას უგავიწყდა. ეგეც უნდა ისე როგორ დააღწიო თავი ეგეთ რაღაცას. აი, ნახე, გაყიდვები რო არ ყოფილიყო. დღეს ვინ იქნებოდი? არ ვიცი რა, თავიდან აი ბავშვობის წლებიდან რო თქვა რა, სიმართლეს რაღაც კონკრეტული ის არ მქონია. ნუ ღრმა ბავშვობაში ხა რაღაცა ფეხურთელობას და იმას თავი დავანებოთ, რა მსახიობობა მინდა და ერთი პერიოდი, მაგრამ მე საერთოდ აი ამ მქონია გადაწყვეტა, რავი, რაც იქნება თქვი ხა. ნუ მოიტანა. ანუ მასაკში აფიქრობ ხა 17 წლის რო ხარ, რომ აი მე და რა იქნება ხო ხდება. კი მშობლები გეუბნებიან რომ რაღაცა ქენი და მე ხა უკვე გესმის რომ რატო გეუბნებიან მაგას ხო? მაგრამ მე რო თაღიბე მაგით ვთქვი რომ ძალიან კარგია რა, ასე ვთქვათ, უნივერსალურია, ესე უხეშად რო ვთქვათ მაგისთვის რა. მე შეგიძლია თან გაყიდვები აკეთო და რაღაცა მარკეტინგი მოგეწონოს რაღაცა 35 წლის ასაკში, თქვათ და დაიწყო მარკეტინგის სწავლა, რომ მიხვიდე იმას არ გეტყვიან რომ რას აკეთებდი შარშან ხო. ეტყვი რომ 15 წელია გაყიდვებში ვარ. ანუ მარკეტინგსაც აკეთებ ხა. ინას ეხლა როგორც არის და ვისმოპარაკო. გაიგებს ხო რა. ხო რა თქმა უნდა, ჩვენმა წინას სტუმარმა რო თქვა. გაყიდვებიო, ანუ ჩათვალეო სცენაზე გადიხარო რა, მსახიობი ჩენახარო, არანჟირება, განათება, რეჟისურა,
ხმის კონტროლი, სუფლიორი, ყველაფერი შენახარო რა. ყველაფერს აკეთებ ხო შენ, აი ხო ზოგჯერ არის რომ ძალიან გადამეტებულია ხოლმე და აი სან ვიყურს რაღაც გაყიდვების მენეჯერები დაიწყებენ რაღაც კოუჩინგის და იმის კეთებას სიმართლე გითხრა. მაგრამ ნუ ეკუთვნის რა თუ ტიპი მაგარია, ბევრ რამეს ისწავლი, სუფრაზე ჯდომაც ძალიან მაგარია მაგასთან. კი, სუფრასთან რაღაცა მოსმენა და ეგრევე ხდება გამოცდილების გაზიარება. რა ვიცი ხა ამის იმას მე საბოლოო ჯამში რომ იზრდება და იზრდება ადამიანი ხა ეს ჩვენი ცოდნა რა ვიცი სამდნა წავედით ხო რაღაცა მანქანის. გააზიარო. ხო, უნდა აზიარო და ის თორე რა ვიცი სახლში რომ მიხვიდე რა ვის უნდა მოუყვა ეხა რა ვიცი კოლოფებზე და იმაზე რას უნდა ელაპარაკო ხო? ჯამში ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ რომ სხვებს ვემსახურებით რა. და რა თქმა უნდა ეხა ფინანსურად კარგი საქმეა, მაგრამ შეიძლება ვიღაცა რა ვიცი მასწავლებელი იყოს რა სკოლის რა ლექტორი და შენზე 100-ჯერ მეტი განათლება აქვს ტიპს. მაგრამ ნუ ხო ხდები რა ვიცი კონტაქტებში შეიძლება უჭირდეს რაღაცა ლაპარაკი უჭირდეს გამოსვლა უჭირდეს მაგრამ შენ ჩახარ ვითომ ვაფშე მაგარი რა მაგრამ სინამდვილეში ვაფშე არაფერი არ იცი ხო ხდები რა გარდა სწორად დროს სწორ ადგილას რაღაცა სწორი რაღაცის თხრის რა ეგ ამბავი რომელი პროექტულია ჩეთკოდია რა რომელი პროექტულია კარგი გაყიდვების პონოთ მისი შენარჩუნება როგორც კადრზე გავიგე გაყიდვების მენეჯერზე ხო? შენარჩუნებაც რთულია, მაგრამ პაუნა უფრო რთულია. უფრო აი ვიტყოდი რომ აღმოჩენა არის რთული რა. იმიტომ რომ ჯერ ერთი გასაუბრებაზე ყველა მოდის აი რა ვიცი, აი ძალიან გვიჭირს რა შემიძლია თქვა რომ დღემდე არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც გასაუბრებაზე მიხვდება, ვინ არის მაგარი და ვინ არა რა. არ ვიცი, მეც და HR-ებსაც აი და ყველას აბსოლუტურად ძალიან გვიჭირს რომ აი რა ყველას უჭირს. აი ყველას უჭირს. ვინ არის ვაფშე აი რა გულით მოვიდა რა იცის ხო ხდება ყველა ერთი და იგივე სიზახის ხვდები აი უნდა გადაწყვიტო რავი აი ტიპზე რო შეხედავ მოკლედ აი 10-დან კაროჩი 9 ერთი თქმის ერთი და იგივე თუ არ შეატყე ეგრევე რაღაცა ტიპი არ არის მე გასაუბრებაზე რა ვშვები ხოლმე იციო სივს რომ იგდებენ ანუ გონიათ რომ ეს სივს უყურებ ვაფშე არ უყურებს სივს რა. მეც არ უყურებ სივს, იმას. სივში ისეთ რაღაცა. უყურებ ერთადერთი რაღაც ძალიან ელემენტარულს, რომ რომელ წლიანია. ხო, ანუ საბაზისო. დაამთავრა სიტყვაზე სკოლა, მე უნივერსიტეტში რავი რა სწავლობდა და ენა, მორჩა რა, დანარჩენი ხა იქ იმას ვაკეთებდი ამას. არა რა, მე მოდი ერთი ელაპარაკები და ძალიან რთულია, მაგრამ აი ბოლოს ისეთი გაყიდვების მენეჯერი ავიყვანეთ. გასაუბრებით და ხშირად ახლა ჩვენნაირ კომპანიებს არ გულისხმობ ხა რაღაც ჩვენნაირს იმას არ ვიცი. ზოგადად უმეტეს კომპანიას საქართველოში უჩვენია რომ რაღაც რეკომენდაციით სიტყვაზე ან შიდა როტაციით ან რაღაც სხვა კომპანიიდან შიდა ყველაზე კარგია. ხო, იცი რომ ანუ ვიღაცა ახლობელმა თანამშრომელმა გაუწია რეკომენდაცია ოჯახის წევრს ნათესავს და იცი რომ შენ არ მომატყუებ და მეუბნები რომ რა ვიცი ესეთი ეს დანარჩენი შეხედეთ რა მონდონებულია ის მანქანები უყარს სიტყვაზე მაგრამ ტიპი როცა მოდის საერთოდ აი ჯობსჯიდან ხო ეგეთი შემთხვევაში ძალიან რთულია რომ აი გამოიცნო რომ რაღაცა და აი ბოლოს ქონდა გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია ისეთი პერიოდი იყო გაგარა საერთოდ ეს დეკემბრის ცხელება ახლოვდება და ნოემბერის პერიოდი იყო რაღაცა სექტემბერი იყო დავდით ვაკანსია და აი ძალიან მაგარი გაყიდვების მენეჯერი ავიყვანეთ საერთოდ ავტოსფეროში ნამუშევარი არ ქონდა ვაფშე სხვა სფეროში მუშაობდა აი რო გითხრათ რა ვიცი იმენა კავშირში რო არის მანქანები ძალიან უყვარდა იყო ძალიან ნამდვილი ძალიან წრფელი ბიჭი იყო აი ყველაფერს ატომაც აი რა ვიცი შეიძლება ეგეც ვერ გამოიცნო და მე არ აღმოჩნდეს ტიპი ეგეთი სიტყვაზე ბევრმა მიბაძოს მაგრამ ეს ძალიან ბუნებრივი იყო და აი დღემდე რა ვიცი აი ტიპი არის რომ ვერ შეაჩერებ რა ყველა ჩემი პრინციპში გაყიდვების მენეჯერი ეგრეა რომ აი ოღონდ ლიდი შემოვიდეს და აი ვინმე შემოვიდეს შოურუმში და დაელაპარაკო და თვითონაც ენერგია მოაქვთ მაგით რა ეხლა ტიპი რომ მიდის და ყიდველი არ არის ეგეთ რამეს ჩემები არ იძახი იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყოლია ჩვენ რომ აი ისეთი ჩაცმული შემოსულა და რა ვიცი ხო მაგაზე მახსოვს ერთ-ერთი რეკლამა იყო არ მახსოვს რომ ხო Rolls-Royce-ის რეკლამა ხო ძალიან ბანძურად ჩაცმან ბომჟი რო შედის რა და გაყიდვების მენეჯერი უნება რომ ძალიან დიდი ფოტიშიო რა მაგრამ ხო მე მგონი შეგეშალათო რა სუნქჩანთით და გარეთ წვიმაში სიტყვაში მოყოლილი ტიპი რო შემოდის, ფეხსაცმელი რო ჭუჭყიანი აქვს და რო შემოდის და მისაღებში რაც დევს, თეთრ დივანზე რო ჭდება.
ანუ ეს ვარიანტი და გინდა არ გინდა რომ უნდა უთხრა ადექი. ხო ადექი, მაგრამ ადექისაც ვერ ეუბნები, დაჯექისაც ვერ ეუბნები, ვერც მოდის ეუბნები, ვერც წადის ეუბნები, ძალიან ისე. ნუ უთხრა ეგერერია ავტობუსის გაჩერება თქვა. ხო, ლეპტოპი გაშალა და სადღაც 15 წუთში თანხის ტრანზაქციით დაახლოებით 25,000 რაღაც გაიტანა რა. არ მინდა კომპანიო დავასახელო, მაგრამ ანუ ამ შეფასებით ვერ იმჭერებ. არა, ვერ, გარეგნობით ვერ იმჭერებ. ძალიან მაცდურია რა. ნუ ისე. ყველაზე დიდი ტყუილი რასაც გაყიდვებზე ამბობენ ან ასწავლიან. ტყუილს არ ასწავლიან ალბათ გაყიდვებში, ზოგადად ეხლა ვიღაცები შეიძლება ასწავლიან, მაგრამ ნუ ტყუილი ალბათ ის არის რაღაცა ართქმა რა. რაღაცის ართქმა, ისე მანუიტივა რა. და ყველაფერი თუ თქვი, ნუ ბრენდს და აი რაღაცას როცა სწავლობ პროდუქტს, ნებისმიერ რაღაცას, რასაც არ უნდა ყიდიდე, ასე იქვე სწავლობ, უარყოფითად მაგისაც, ხო, ცდილობ დადებით იმედი ისწავლო, მაგრამ გინდა არ გინდა, იცი რა აქვს ხა სისუსტე შენ პროდუქტს რა. იმიტომ რომ ერქვი უკვე რაღაცაში. მაგას რო არ იძახი, უკვე ტყუილია რა. უოჭველი. იმიტომ რომ შენს, რავი, დაასხოვე შენ ძმას. ხო, სასწაულს ხო. ხო, რომ აი ამის სუსტი წერტილი რაღაცა არის სიტყვაზე და რავი, იცი რომ არის. რავი, როგორ უნდა თქვა ეგ, ხო? მაგრამ ნუ ზოგადად ვამბობ რა, ყველანაირ სფეროში და არა მარტო ავტოსფეროში. გუნდის განვითარებაზე როგორ მუშაობ და რა ინსტრუმენტებს? ნუ ესე კონკრეტული ინსტრუმენტები არ მაქვს, მაგრამ ალბათ თვითონ უფრო ვითარდებიან იდეაში. იმით რომ ყოველდღიურ გამოცდილებას იღებენ და შეიძლება საერთოდ არ იზრუნოს შენ მოუშვა უფროს, მაგრამ შენ თვითონ განვითარებისთი ადამიანი იყო, შენ თვითონ იყო ესე თქვა თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და მოტივირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელს არ უშლია, ესე მგონია რა. თუ რაღაცაში დავეხმარებ პირიქით, თორე ხო, მაგრამ თვითონ ისეთი კადრები არიან, რომ თვითონ უფრო კარგად იციან როგორ აიღონ სწორი მაგალითი, რა ვიცი, ჩემგან იქნება თუ სხვის არა ახლა. ისეთი არ ვარ რაღაც. ძალიანაც მისაბაძირო იყო, ვერ ვიტყვი შეიძლება. რომ მქონდეს საშუალება, შენი გუნდის წევრები 2-3 თვეში მნიშვნელოვნად გააძლიერო ტრეინინგით. ამ საშუალებას გამოიყენებდი? კი, როგორ? მე ბიჭო, აქა ვარ, თუ თხარით რა. ვერ გაეცინა. ოკეი. მოგეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ვისწორში შენ ჩვენი სტუმარი. გიორგი სტილიშაკარაშვილი გახდათ. ჩვენი სტუმარი, რომელიც რა ვიცი, დღევანდელი სვობიდან გამომდინარე მგონია რომ ზეჰუმანური ან მგონია რომ ისნობ. მაგრამ მაგას სამსახურეობრივად ჩვენ არ ვისწავთ ერთმანეთს და რაღაცა ზედმეტად ჰუმანურად და ძალიან ის რაღაცა კეთილი აღმოჩნდა. ხო, კეთილი. ანუ მაინც ხა ეგრე რაღაცა არა, გულახდილი და ნამდვილი. ხო. გულახდილი და ნამდვილი, უფრო ესეთ შეფასებას მიწევდი გიოს რა. რასაკეთებ? გამოიწერე არხი, ხო გითხარი არხი დასაწყისში, ხო? გამოიწერე და დაწერე კომენტარებში, შემდეგ უარ საკითხები დაუშვათ რა. მარტივად. მადლობა. გაიხარებიო, მადლობა.